გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმდგენია თბილისის აკრები. ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, ბაკე-საბურთალოს შორის, ნაფეტროების გზაზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის აკრებში 20 სექტემბრიდან ფასები იზრდება, რადგან 20 სექტემბერს სრულდება წინასწარი გაყიდვების ფასდაგლება. ამიტომ თუ გეგმავთ ბინის შეძენას, იჩქარეთ. ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგხვდებათ თბილისის აკრების ვებგვერდი, სადაც გაეცნობით საკონტაქტო ინფორმაციას და სხვა დეტალებს. ახლა რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, დღეს მოვიწვიე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძალიან კარგი ვიზაჟისტი თინა შალიკაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი აუდიტორია იცნობს მას, იმიტომ რომ მეც და თინასაც ინსტაგრამზე ალბათ საერთო მაყურებელი გვყავს, რადგან ორივე ვაზიარებთ სილამაზის, თავის მოვლის შესახებ ჩვენს გამოცდილებას და თინა მოგვიყვება ყველაფერს, თუ როგორ დაიწყო ნოლიდან, როგორ შექმნა თავისი ბრენდი და დღეს რა სიახლეები აქვს მას, ხო თინა? დიდი მადლობა ესეთი წარდგენისთვის, კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს პოდკასტზე. მინდა რომ ჩემს მაყურებელს ვთხოვო, ტრადიციული მიმართვა გავაკეთო, რომ თუ მოგწონთ ეს პოდკასტი და უყურებთ ვიდეოებს, გახდით ჩვენი გამომწერი, რადგან სტატისტიკა მაჩვენებს, რომ იმ მაყურებლების, ვინც უყურებს ჩვენს ვიდეოებს და ჩვენს პოდკასტებს რეგულარულად, მხოლოდ 37% არის გამომწერი. თუ თქვენთვის ეს პოდკასტი არის საინტერესო, თუ ელოდებით, თუ უყურებთ, ძალიან დამეხმარებით თუ გამოიწერთ ამ არხს, რადგან ეს არის ყველაზე სწრაფი, ყველაზე მარტივი გზა, რომ გახდეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერი სრულიად უფასოდ. მეც ვეცდები, რომ ყოველთვის უფრო უკეთესი და უფრო საინტერესო პოდკასტი შემოგთავაზოთ და ყველაფერი გავაკეთო, რომ საინტერესო იყოს ეს 1 საათი თქვენთვის. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტარიაში და თინა ძალიან დიდი ხანია მინდოდა სხვათა შორის შენი მოწვევა. და ველოდებოდი სწორ დროს. და ვფიქრობ, რომ კარგი დროა, იმიტომ რომ შენ ისვენებ, რადგან შენ ესე ვთქვათ, დააწესე შენს ცხოვრებაში, რომ ყოველ ზაფხულს უნდა დაისვენო მთელი ზაფხული. მოდი, ამაზეც მოგვიანებით, როგორ დაარეგულირე შენი მუშაობის და ძალიან გადატვირთული გრაფიკის რეჟიმი და დასვენების რეჟიმი, მაგრამ მინდა რომ თავიდან დავიწყოთ, აი სულ პირველად, როდესაც აიღე ფუნჯი ხელში. მაშინ როგორი იყო შენი მოლოდინები, რაზე ფიქრობდი, რას გეგმავდი, თუ არაფერს არ გეგმავდი და აი როგორი ხარ დღეს? აი დღეს როგორ უყურებ, ასე ვთქვათ, ამ საქმეს? ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ჩემ პირველ ნაბიჯებზე ამ სფეროში და ალბათ აი ახლაც ვიტყვი, რომ დაახლოებით 10 წლის ვიყავი პირველად რომ შევაგროვე 30 ლარი მახსოვს და ვიყიდე, ან ცოტა ნაკლებს ვიყავი ალბათ 7 წლის, ვიყიდე თოჯინა, რომელსაც მარტო თავი ქონდა და იმას უკეთებდი ხოლმე მაკიაჟს, ანუ ეს არ იყო ის რომ რაღაც ერთ დღეს გადავწყვიტე, სულ მინდოდა, მთელი ცხოვრება მინდოდა, მთელი ცხოვრება მომწონდა და რაღაცნაირად ეტაპობრივად ვითარდება ჩემი ცხოვრებაც და რაღაცნაირად თითქოს ჩემი ეს პროფესია გახდა ჩემი სახელის შემადგენელი ნაწილი, თინა შალიკაშვილი ვიზაჟისტი პირდაპირ. რაღაცნაირად ჩემი ცხოვრება და ჩემი პროფესიული ცხოვრება ძალიან კვეთაში ერთმანეთთან და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ვაკეთებ იმას, რაც ძალიან სიამოვნებს. და მაშინ ეს თოჯინას რო უკეთებდი, აი რას ფიქრობდი? მაშინ იყო ის დრო, როცა შეგეძლო გეფიქრა, რომ აი მე ეს მინდა რომ გამოვიდე, რომ გავიზრდები, მინდა ვიზაჟისტი. არა, რა თქმა უნდა, არ მეგონა, იმიტომ რომ იმ დროს საქართველოში ალბათ არ იყო განვითარებული ეს სფერო საერთოდ. მე ნელ-ნელა რომ დაიწყო განვითარება, მეც დავიწყე რომ დავდიოდი სხვადასხვა მეიქაპ არტისტებთან, ვკეთებდი მაკიაჟს, იმიტომ რომ დიდად ესე არ ასწავლიდნენ იმ დროს. უფრო მეტად შეგეძლო გესწავლა ესე ყურებით, ვეწერებოდი, ვყურებდი და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი და მე ერთ დღესაც გადავწყვიტე რომ გრიმებით დავინტერესდი პირველ რიგში, ვაკეთებდი გრიმებს, მინდოდა ფილმებზე მუშაობაც და სხვა გეგმები მქონდა, მე მივხვდი რომ უბრალოდ ძალიან შრომატევადი საქმეა და ძალიან სხვანაირ დისციპლინას და რაღაცას მოითხოვს, უფრო მეტად თავი უნდა ჩადო ამ ყველაფერში, იმიტომ რომ გჭირდება, არ ვიცი, აი მარტო ის არ არის გრიმის კეთება, ხშირად გონიათ რომ რაღაც ზემოდან გაკეთო. იქამდე იმდხელა პროცესი არის, იმხელა მასალები, იმხელა ფინანსები საჭირო. საქართველოში სამწუხაროდ კინოინდუსტრია ეგრე არ იყო განვითარებული და იმ წუთას რომ მივხვდი რომ მე ცოტა სხვანაირად მინდა ჩემი ცხოვრების წაყვანა და უფრო მეტად ამ ხრივ განვავითარე. თუმცა ვიტყვი რომ ალბათ პირველი ესე ბიუთი ამბავში,
პირველი მე არ ყოფილა, ანუ ბევრი კიდე ჩემამდეც იყვნენ, განსაკუთრებით ერთი იყო, არ შემიძლია ვთქვა თაკოსაზინა იყო ჩემამდე რა თქმა უნდა და ეხლა ძალიან აქტუალური არის თაკო და ძალიან მაგარი გოგო არის, თაკო იყო, მაგრამ ესეთი ერთ-ერთი პირველი ვიყავ, ვინც ინსტაგრამზე დაიწყო არა beauty content-ის, არამედ აი მომხმარებლების განთავსება და უბრალოდ აი რაღაცა beauty სივრცის შექმნა, რომ მე შენ გიკეთებ სერვისს, ანუ არა მარტო beauty ბლოგერობა, არამედ აი make-up artist-ობა. Make-up artist საქართველოში მაგდროს არ ქონდა ინსტაგრამი და ალბათ ეგ იყო სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრის ტოლფასი ამბავი, იმიტომ რომ გამიმარტივა ბევრად იქამდე მოსვლა, სადაც ახლა ვარ. ანუ ესე იგი შენ გამოიყენე ინსტაგრამი და ის შესაძლებლობები, რაც მაშინ მოგცა სოციალურ მედიამ, იმისთვის რომ შენ კლიენტები მოგეზიდას. რა თქმა უნდა, ინსტაგრამს უყურებ ისე როგორც ბიზნესს. ანუ ინსტაგრამი ძალიან მიყვარს, ძალიან კომფორტულად ვარ იქ, თუმცა აი ალბათ თუ ახლა ისეთი ადამიანი მიყურებს ამ წუთას, ვინც არის რაღაც პატარა, ნერვიულობს, ან დიდია და ვერ დგავს იმ ნაბიჯს, არც მე არ მეკომფორტულება, არავის არ ეკომფორტულება თავისი პირადი ცხოვრების გამოტანა საჯაროდ. უბრალოდ რაღაცაები არის, რომ შეიძლება რომ ცოტა ცივი გონებით შევხედოთ, ცოტა სხვანაირად შევხედოთ რაღაცაებს და ნახოთ, ანუ რა არის თქვენ ცხოვრებაში უფრო საინტერესო, რასაც აი ამის საპირწონედ გამოიყენებთ და უკვე ამ შემთხვევაში იღებთ ამ შედეგს. შენი მშობლები როგორ შეხვდნენ შენს ამ გადაწყვეტილებას? ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამაზე, ეს აი ინსტაგრამზეც მithქვავს, რომ ხა ჩემთან ძალიან რთულად იყო სიტუაცია, ხა და ჩემთვის ოკეი იყო ყველაფერი, რაც გინდა შენი საკეთე და ძალიან ისე ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ ამა ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დანახვა, რომ მისი შვილი, რომელსაც არაფერი არ აკლია, უცებ გადადის მომსახურების სფეროში და ძველი თაობის ადამიანს, ვინც რაც არ უნდა ახალგაზრდა იყოს, რაღაც საქართველოს მენტალიტეტი მაინც ის იყო, რომ ჩემი შვილი სხვას არ მოემსახურება, არა და სინამდვილეში რა ვიცი, ბანკში ვიღაცა გვემსახურება, იურისტიც გვემსახურება, მაგრამ იმ საკმარისად პრესტიჟული არ იყო ვიზაჟისტობა და მე ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე ჩემი წვლილიც არის ამ ყველაფერში, რომ საქართველოს ვიზაჟისტობა გახდა ძალიან პრესტიჟული სამსახური. და მართლა ძალიან ბევრი ვიწვალე ჩემი ესეთ ამისთვის, იმიტომ რომ შევქმენი განსხვავებული სერვისი. ჩემთან მოსული ადამიანი არ მოდის ესე ქუჩიდან და ყოველი ადამიანი რომელიც ჩემთან მოდის, იცის რომ გავა იქიდან გაბჭყვილებული, გალამაზებული, ანუ ცოტა განსხვავებულად დავანახე. უკვე 12 წელია, 13 დაიწყო, მალე რაც ამ სფეროში რაღაც ვარ, ესე ვთქვა და ანუ რაღაცნაირად ყოველთვის ვცდილობ რომ ეს სერვისი განმოვითარ რაღაცა გავაკეთო და აი ეს მომენტი ანუ არც წარმოიდგინა, ვერც წარმოიდგინე, მაგრამ ჩემი სიტყვაზე ვთქვათ რომ შეიძლებოდა რაღაცა მომენტში აი აქამდე მოვსულიყო. ეხლა ძალიან ამაყობს, მაგრამ 3 წელი არ მელაპარაკებოდა ამის გამო. მისთვის ის რომ მე წამოვედი უნივერსიტეტიდან და ის რომ დავანებე სწავლას თავი იყო შოკის მომგვრელი. მარტო მისთვის არა საერთოდ ყველა ჩემი ახლობლისთვის შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად მთელი ცხოვრება შემეძლო კარგად სწავლა, რაღაცა ყველაფერს კარგად ვაკეთებდი, მაგრამ არ იყო ჩემი და ყოველთვის ვამბობ ერთწინადებას ხოლმე, რომ როგორც კოსმონავტის დიპლომი არ გამომადგებოდა ამ ცხოვრებაში, იურისტის დიპლომით ესევე არ გამომადგებოდა. შესაბამისად, მე ვიპოვე ის, რაც მიყვარს ძალიან და მე უკვე არ შეიძლება რომელიმე მშობელი იყოს უბედური, როცა ხედავს თავის შვილი როგორ ბედნიერია, როცა აკეთებს იმას, რაც უყვარს. და აი პირველად როდის მოხდა ეს შენი და მამაშენის შერიგება ასე რა თქმა უნდა? აი რაღაცა ვიცი სხვა ჯერ ჩემთან სტუდიაში მოვიდა და ბოდიშიო მითხრა, იმიტომ რომ 3 წელი არ ვნახულობდით ერთმანეთს, ანუ ძალიან სერიოზული ჭუბი ქონდა სხვა ჯერ გოგოს ცხოვრებაში ეგ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი, ანუ რაღაცა მე მიყვარს, რაღაცას ვაკეთებ, რაღაცას ჩემთვის ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს, რაღაცას წარმატება მოაქვს, ხვებს უყვარ ვარ და ანუ შენ რატო ხარ ეს რაღაც ვფიქრობდი ამას, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ იყო მარტო მისი ან ჩემი პრობლემა, ეს იყო საზოგადოების კომპლექსების პრობლემა, ის რაც ყალიბდება ძალიან რა ვიცი, აი ეს ჩვენი სოციუმი აყალიბებს ამ ყველაფერს და რაღაცა გავუგე ეს ყველაფერი. მიხარია რომ უკვე ჩვენ თაობას და კიდე ჩვენ ქვემოთ თაობას საერთოდ აღარ აქვს ანგარიშის გაწევის ვალდებულება და ძალიან მომწონს. აი ჩემ ძმას მაგალითად თუ არ უნდა არ გააკეთებ. მე მაინც ვფიქრობ ხოლმე 780 კაცზე რომ აი ამას ხარ ვაწყენებ, იმას ხარ ვაწყენებ და რაღაცნაირად ეგ მომენტი, როცა მე თვითონაც გადავლახე ნელ-ნელა და მივხვდი რომ რაღაცაები ჩემ ბრალი არ არის და თუ რაღაც მინდა რომ ვაკეთო, უნდა გავაკეთო და აი ალბათ ერთ რაღაცას დარწმუნებული ძალიან ბევრი გოგო უყურებს ჩვენ პოდკასტს, რომელსაც რა ვიცი, შეიძლება მეუღლე უკრძალოდეს და მე მყოლია ეგეთი მოსწავლეა, მე მყოლია ისეთი მოსწავლე, რომელსაც მშობლები არ აძლევენ განვითარების საშუალებას, მყოლია ისეთი მოსწავლე, რომელსაც საკუთარი თავი არ აძლევს განვითარების საშუალებას, იმიტომ რომ აი ტეხავს, რომ აი მაკიაჟი გააკეთოს, ან ტეხავს, რომ აი ხა დილას ყوار და გამოდგება და იქ ჩაატარებს რაღაც ლაივს, არაფერი არ ტეხავს, გულის სიღრმეში თუ გინდა. და ზუსტად აი ის აგრესიული ადამიანი, რომელიც კომენტარებს მიღმა არის, ახლა მე რაღაცას რო დაგეწერან, აი ზუსტად ეგენი არიან ხშირ შემთხვევაში, ვისაც უნდათ და რაღაცა წინაღობა აქვთ რა და
არ არის სირცხველი თუ გიტყდება, არ შეგილია რაღაცა, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობით, ანუ არც მე არ შემეძლო თავიდან და მეც ნერვიულობდი, მეც რაღაცა ესა ძალიან დიდი დაბრკოლება მქონდა და ძალიან ბევრჯერ მოუწერიათ Instagram-ზე ჩემთვის, რომ აი შენ რა გენაღვლება დამიჯერეთ. ანუ ყველას გვენაღვლება და ხო აი შენ სხვა უფრო პირად სივრცეს არ გამოიტან გარეთ და მეც აი ძალიან გამიჯნული მქონდა და მაქვს კიდეც დღესაც ჩემი პირადი ცხოვრება და Instagram-ი. არასოდეს არ მოვყვებოდი იმას, რომ ახლა ოჯახში დრამა მაქვს ვიცით და არ მოვყვებოდი ამას და ვაჩვენებდი მარტო იმას, რომ მე ჩემი შრომით რა გავაკეთე, მაგრამ იმის იქით ის სრული ისტორია რა ყოველს დაენახა, ალბათ უფრო მეტად სამოტივაციო გახდებოდა, მაგრამ აი რაღაცები რაც არ არის საჭირო რომ მოყვე. და აი თუ ეხლა რატო გეკითხები, თუ მამასთან არ გქონდა თქვათ ეს ურთიერთობა 3 წელი არ საუბრობდით, ამ საქმის დაწყებას ბიზნესად რო აქციო ჭირდება რაღაც ფინანსები, ხო? მე არ მქონდა. მამა შენი თქვათ ესე არ გედგა გვერდით, აი ფინანსად. არა, რეალურად აი მახსოვს, სიმართლე გითხრა, ყველაფერი ვქენი ჩემით. ანუ კი, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა მქონდა ოჯახის მხრიდან ის, რომ თუ ჩემთან სახლში არიან ნამყოფები, ბებია ჩემი სახლში მქონდა ჩემი ოთახი, სადაც ვიყებდი მომხმარებლებს, მე-7 სართულზე. ბევრი ადამიანია ნამყოფი, იმიტომ რომ 2018 წელს დღეში 20 გოგო, 22 გოგო ესე მოდიოდა ხოლმე ჩემთან. მქონდა საშუალოზე ალბათ უფრო ნაკლები ოთახი. არავინ არ თქვას, რომ რაღაც წარმატებას ან რაღაცას და მე დღეს არ ვფიქრობ, რომ რაღაც წარმატების ზენიტში ვარ, დღეს ვარ სადღაც ალბათ შუაგზის ცოტა ქვემოთ, სადაც მე ვფიქრობ, რომ ვიქნები, მაგრამ ის საიდანაც დავიწყე ზოგჯერ მომოტრელდები ძალიან სასიხარულოა, რომ შენე შეძენ, იმიტომ რომ მქონდა ჩვეულებრივი ოთახი, არც ძალიან გარემონტებული სახლი, არც რაღაც, ანუ ბევრი არის, რომ მაგაზე რაღაცა ხო აგებს ყავს, რომ აი ახლა ვიღაცა თუ მოვა, რას იფიქრებს თუ პარკეტი მაქვს გახაზული, ანუ ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა და იმის იქით, ანუ შენ მოდიხარ ჩემთან, იღებ სერვისს და ახლა იქ გაგხვდება გაპრიალებ სუფთა, რა თქმა უნდა, მაგრამ გაპრიალებელი თუ გაუპრიალებელია, ტაკი ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და რაღაცნაირად აი ეს ხელშეწყობა მქონდა ოჯახისგან ის, რომ დავუშვათ მე თუ ვიღაცა მყავდა მომხმარებელი, თქმას არ იღებდნენ სახლში, თითქოს მარტო ვიყავი. დედაჩემმა მომიტანა სარკე, რაღაც მაკის რამდენიმე კოსმეტიკა მაჩუქა რაღაც ერთი დიდი Sephora-ს ნაკრები, რაც შენახული მაქვს დღემდე რაც იყო პირველი, მაგრამ იმის მერე შემიძლია ვთქვა, რომ აი მართლა არავინ მატერიალურად ესე არ დამხმარებია, ყველაფერი გავაკეთე ჩემით. ვმუშაობდი 30 ლარად 4 წლის განმავლობაში და დღეს აი ალბათ ყველაზე მეტად მეშლება ნერვები იმ ადამიანებზე. მესმის, რომ დღეს ცოტა ოდნავ სხვა ცხოვრებაა, მაგრამ მაშინაც არ იყო იაფი თბილისი. ძალიან მეშლება ნერვები, რომ აი არ ეკადრებათ რაღაცა თანხაზე ნაკლებად მუშაობ და აი თავს ხوار შეიწუხებს. უფასოდ მუშაობდი, ღამეებს ვათენებდი. 4GB-ზე ვმუშაობდი, open-air-ზე ვმუშაობდი, მე ჩავდიოდი პატაძლებს ხატავდი, ანუ შეიძლება საუკეთესოდ იმ წუთას არ გამომდიოდა, იმიტომ რომ მეც მაშინ ვსწავლობდი და იყო ეს ყველაფერი იყო რაღაცა 10 წლის წინ ხო და შეიძლება არ იყო რაღაც საუკეთესო, მაგრამ იმ წუთას მე ვიყავი თვითონ სწავლი და ვიხდენდი ჩემ ოცნებას. შესაბამისად მქონდა დაბალი ფასი, იმიტომ რომ იმ წუთას ვსწავლობდი და აი რაღაცა ესე ნელ-ნელა ვაგებდი ამ ყველაფერს. მე 2 წელი უფასოდ მუშაობდი ტელევიზიაში. მაშინ იმედი იყო ნომერ პირველი ტელევიზია და ნუ გასაგებია ხა იქ სტაჟიორებს არ ვიცი როგორ ექცეოდნენ და უფასოდ და ამ შემდეგ ეხლაც თუ ეგრე არ ვიცი, მაგრამ მგონი ეხლაც ეგრეა, ყველგან ტელევიზიაში ეგრე. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს კარგია და კი არ ვამართლებ ვინმეს. უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ როდესაც შენ ხარ აი ეს თქვათ მოსწავლის ფაზაში, აქ იმაზე წუწუნი, რომ ვინმე რატო არ მიხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არ ხარ, რაც შენ გიყვარს. მე ესე მგონია. იმიტომ რომ თუ ის საქმე გიყვარს, ფულით დანაზღაურებით კი არა, აქეთ გადაიხდი, ოღონდ რაღაცა ისწავლო, ოღონდ ვიღაცას რაღაცაში ემსახურო, იმიტომ რომ გაინტერესებს და ეს არის სწავლა რეალურად, ასე იზრდები და ასე ხდები შემდეგ პროფესიონალი. ხო, რაღაცნაირად ეგ ქმნის მერე პროფესიონალობა. თუმცა რა თქმა უნდა, ეგეც არ არის, რომ ხა სულ უფასოდ და რაღაცა შემოსწავლებს სულ არ იგებ, რომ შენ თუ გაწყობს, ეგ უკვე არ ნიშნავს, რომ ანაზღაურებას არ იღებ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ფულად იქნება ეს ანაზღაურება თუ იქნება. რაღაცა შეიძლება პოპულარობა მოგიტანოს, შეიძლება მოგიტანოს ცოდნა, რაღაცას უნდა იღებდე. ხა არაფრის გამო მივიდე და დავხარჯო, ეგრე ხა აქ არავინ არ არის. რაღაცას უნდა იღებდე და როცა აი ეს გაქვს გამოვლილი, მე უფრო თავდაჯერებული ხარ, რომ შენი შრომა დააფასო ძალიან მაღალ ფასად. და აქ უკვე ვერავინ ვერ ჩაერევა და არავის არ აქვს უფლება რომ გითხრას, რომ აი რატო არის ასე. მე მახსოვს ადრე Facebook-ზე იყო რამდენიმე beauty ჯგუფი და ერთ-ერთი პატარა ჯგუფი იყო, სახელი აღარ მახსოვს სიმართლე რა თქმა უნდა, მარი იყო უსაყვარლესი გოგო, ერთ-ერთი ორი ადმინი ყავდათ და ერთ-ერთი იყო მარი და ძალიან საყვარელი გოგო იყო და თქო ხა აღარ მაქვს კომუნიკაცია საერთოდ, მაგრამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის, სულ მახსენდება, რომ რამდენჯერმე მასთან ვარ სახლში და მყოფი, აი ძალიან მოვწონდი, მოყოლ ასაკით ჩემზე საკმაოდ დიდი იყო, ნუ საკმაოდ არა, ალბათ იქნებოდა ერთი
ну 10 წლამდე დიდი ანუ რაღაც ესე არ მახსოვს ზუსტად რამდენი წლის იყო. ალბათ იყო ჩემ ხელა, რამ ხელაც ახლა მე ვარ და ქონდა ძალიან ბევრი კოსმეტიკა, სულ ისეთები მართლა Google-ში ვნახულობდი მარტო, მე არ მქონდა იმ წუთას იმდენი საშუალება, რომ შემეძინა ეს რაღაცაები და ჩუქნიდა ხოლმე რაღაცაებს და აი რაღაცნაირად ვჩუქნიდა, აი რომ მამოტივირებდა და რაღაცა ნუ ეს ვფიქრობ რომ ეს მისი ეს აქციელი მე ძალიან დავიბრუნე, იმიტომ რომ მეც სულ ეგრე ვარ, ხა ჩემოსწავლებსაც სულ რაღაცას ჩუქნის, სულ რაღაცა ჩემ ასისტენტსაც, რა ვიცი, ისეთი კაი ცხოვრება უწყო უკვე რა ვიცი. ეს ხუმრობით რა თქონდა, მაგრამ ანუ მე რო ვიცი, მე რა დამჭირდებოდა და მე როგორი თვალებით ვუყურებდი, აი შოქში ვიყავი ხოლმე ყოველჯერ და ანუ ეს მადლიერების შეგრძნება არასდროს არ დამავიწყდება, მე რაც მქონდა და სულ მინდა რომ აი დავატრიალო და დავუბრუნო, იმიტომ რომ გოგოები რომლებიც ჩემთან არიან მე როგორც იცი მაგას ვასწავლე ესე და ხო ძალიან საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყოლია. თუმცა აი ზუსტად ეგ არის ძალიან ბევრი აი კოჭებში ეტყობათ რომ ამბობენ რა იმ გამარჯვებას რომ ეტყვის მოსწავლე ხვდები რა შეუძლია რომ მიაღწიოს რა. აი თუ სულ ალბათ 200 მოსწავლიდან აი ალბათ აი 25-ში მაქვს ის ანთებული თვალები დანახული რომელიც მე მქონდა და ძალიან რთულია ისწავლო ახალი პროფესია განსაკუთრებით ზრდასრულას აქში და არ გიყვარდეს და ისწავლო მარტო იმიტომ რომ მეზობელმა გითხრა რომ კაია ხელობა თუ გეცოდინება იმიტომ რომ ხელობა არ არის ვიზაჟი ეს არის ცოტა მეტად ხელოვნება ვიდრე ხელობა იმიტომ რომ ხელობა შეიძლება რაღაცა წესად ისწავლო, მაგრამ აქ უკვე ძალიან ბევრი რაღაც გარდა იმისა, რომ შეიძლება ადამიანი ძალიან მაგრა დახატო და იყოს თავის საუკეთესო ვერსია, იქ შენ თუ არ ხარ, აი შენ თვითონ თუ არ ბრჭყიალებ და კომფორტულად არ ხარ იქ სადაც ხარ, დღეს უკვე ხალხი ვიხდით სერვისში თანხას და დღეს უკვე ბიზნესი არის ზუსტად ეგ რომ ადამიანს უნდა მივცეთ, აი უნდა გავაბრწყინოთ ადამიანი და აი მაგას თუ არ აკეთებ და შენ თვითონ თუ არ ბრწყინავ, ძალიან რთულია რომ წარმატებას მიაღწია. გეთანხმები აი 100%-ით. შენ როდის დაიწყე იმაზე ფიქრი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სერიოზული ბიზნესი და მართლაც არის, იმიტომ რომ ეს რასაც შენ აკეთებ არის ძალიან ბევრისთვის საოცნებო არ ვიცი. თუნდაც შემოსავალი, თუნდაც ის რომ აკეთებ საყვარელ საქმეს. როდის მიხდი რომ ამით შეგეძლო კარგი შემოსავალი გქონოდა? აი პირველად მახსოვს სისხლის სამართლის ლექციაზე ვზივარ ესე და იმ დღეს უნდა მქონოდა ცეცხლზე თქვა 5 ჩაწერა და მომიწია რომ უარი მეთქვა, იმიტომ რომ აი მე უნდა დავმჯდარიყავი ლექციაზე. და გადავთვალე ახლა სტუდენტ თინას ექნებოდა იმ დღეს შემოსავალი რაღაცა ეს თანხა ან 30 ლარი რო ღირდა ეს. ხო, ну რაღაცა იმ წუთას ახლა სტუდენტი თინასთვის აი ეს რაღაცა სიტყვაზე 500 ლარი თუ იქნებოდა ეს 300, არ იყო ცუდი თანხა ერთი დღისთვის. და აი ზუსტად მახსოვს წვანე ლეპტოპის ჩასადები მქონდა, ესე ვიჯექი ამ ლეპტოპს უყურებდი და ვითვლიდი ჩემ გონებაში მათემატიკა ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს არ იყო, მაგრამ მე მაინც ვცდილობდი რომ დამეთყო და მივხვდი რომ ანუ მარტო ფინანსებზე არ არის, უბრალოდ არის იმაზე, რომ რა შეგიძლია რის მაგივრად გააკეთო. და დღეს თუ მე აქვს ივარ ვისწავლი, მე იქ მაგისტრატურა უნდა გავიარო, მე იქ დოქტორანტურა, მე რაღაცა და მაინც არ ვიყო ბედნიერი იქ სადაც ვიქნები, მოდი რა იმას გავაკეთებ, თუ ეს მომცემს იმის შესაძლებლობას, რომ მე არ რა ვიცი მშიერი არ ვიყო, მოდი გავაკეთებ და ნახოთ რა გამოვა და თან როცა გიყვარს და თან როცა მოგწონს და თან გამიმართლა იმითი რომ ასაკით პატარა ვიყავი, ასე თუ ისე კომუნიკაცია ჩემი ძლიერი მხარე არის კომუნიკაბელური მხრივ, რომ აი შემიძლია რომ ყველას ვესაუბრო და მსიამოვნებს ახალ ადამიანებთან კომუნიკაცია, თან ხატავ, თან რაღაც ანუ ბევრი რაღაცა იყო რაც დაემთხვა და საბოლოო ჯამში მივიღე ის რაც მინდოდა. თუმცა ეს სწავლების ამბავი, როცა აი შემეძლო რომ სკოლა ჩამომეყალიბებინა, ამაზე ცოტა გვიან დავიწყა ფიქრი პანდემიის შემდეგ, როდესაც გავაფრინეს თბილისში ყოფნისას, იმიტომ რომ ყველაფერი იყო ჩაკეტილი, გადავწყვიტე რომ წავსულიყავი უკრაინაში და იქ ავიღე მეიქაპის კურსი და დავიწყე 0-დან ბოლომდე სწავლა და მე საბოლოოდ ვისწავლე ის როგორ უნდა ასწავლო სხვას. ვუყურებდი აი ტანტრუმები რომ ემართებოდათ გოგოებს და როგორ უნდა გამკლავებოდი, რომ არ უნდა ჩაარტყა ვიღაცას და როგორ უნდა მოუთმინო, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოიქცე. და ძალიან საუკეთესო მასწავლებლები მყავდნენ იქ მართლა იქ უკრაინის ტოპ ვიზაჟისტები ვინც იყვნენ ყველა მასწავლიდა და მაგან მომცა ძალა რომ ესწავლები, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს ზოგადად, როცა ვიღაცას რაღაცას თუ ვაკეთებ, უნდა ვაკეთებ და ძალიან მაგრად, ყველა არ გავაკეთებ. ანუ თან მარტო ტექნიკას არ გასწავლიდან ესე იგი რაც შენ ახლა. ხო, ანუ იმ მომენტს როგორ უნდა დაიჭირო, როგორ უნდა ასწავლო, როგორ უნდა მიუშვა, როგორ უნდა გაჩერდე, ანუ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხსნი, ანუ მეთოდიკას თვითონ და ეს მეთოდიკა ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დღესაც რო ვუყურებ, ახლა ჩემთან 18 გაკვეთილი არის
ამ კურსში და პირველიდან ბოლო გაკვეთილამდე მართლა უდიდეს გზას გადიან, თუმცა ანუ მარტო ეგ არ არის საკმარისი სამწუხაროდ. დღეს იყო ვიზაჟისტი ნიშნავს, იყო არ ვიცი, ფოტოგრაფი, იქ სოციმედია მენეჯერი, იქ რაც ყველაფერი ერთად უნდა იყო. დღეს ის ქალები, ვინც არიან მრავალშვილიანები და ძალიან კარგად არიან ამ ბიზნესში, ჩემთვის არიან გმირები, იმიტომ რომ მე რო შვილი მყავდეს, ძალიან გამიჭირდებოდა დღეს. უბრალოდ აი მაგანაც, რომ იმ წუთას მე ვიყავი რაღაც თავისუფალი, არ მქონა საოჯახო ვალდებულებები, ოჯახი აი ამაში ძალიან მიწყობდა ხელს და დღემდე ბებია ჩემი მირეცხავს ფუნჯებს მაგალითად და ანუ ეს ოჯახის თანადგომა ძალიან გამოჩნდა, არ შეიძლება ვერ მიაღწევ წარმატებას ძალიან მარტო რა, ძალიან რთული არის. ნუ მაშინ უნდა იყო კიბორგი და კი თუ გაათენებ ღამეებს და რაღაცა, მაგრამ მაშინ აი სოციალური ცხოვრებაც უნდა მოიკლო საერთოდ და მე რაღაცნაირად არც არ ვიკლებდი და მაინც ვცდილობდი რომ დამებალანსებინა, იმიტომ რომ ძალიან მეხმარებოდნენ და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა ნუ მატერიალურად რა თქმა უნდა არა და მაგასაც რომ ეს რომ ეკითხებიან რომ რაღაცა და რამხელა სჭირდება ფინანსები ისინი ესენი თავარი არის მონდომება. თუმცა დღეს ცოტა უფრო გართულდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია ამ სფეროში, დიდი კონკურენცია, იმიტომ რომ თან ტრენდული გახდა პანდემიის მერე, თან რა ვიცი, ყველას შეუძლია ასე თუ ისე, მაგრამ დამიჯერეთ, როცა ჩვენ პატარა ქალაქში თბილისში როცა ვიღაცაზე იფიქრებთ რომ აი რომელ ვიზაჟისთან წავიდეს სულ გაგახსენებათ 10 მაქსიმუმ 15 რატო? იმიტომ რომ აი ის 15 ადამიანი დგას გასწორებული, კარგი სერვისით, კარგი ამბით, იმით ამით. დანარჩენები შეიძლება იყვნენ სუპერ მაგრები, ბევრად მაგრები ვიდრე მე ვარ, მაგრამ აი ის მომენტი რომ აი კარგი სერვისი, სწორი მარკეტინგი, ეს ყველაფერი არ გააკეთეს, უბრალოდ სადღაც ჭრილში არიან და ამიტომ ყველას ვეუბნები რომ ადექით და ისწავლეთ. ანუ მე თუ გავიარე 30 კურსი იმისი, რომ როგორ შევფუთო ჩემი ბრენდი, როგორ გავაკეთო რაღაცა, თუნდაც რო ფასი არ გადაყევ YouTube-ზე იმდენი რაღაცა დევს, აი მე არ მესმის საერთოდ ადამიანი როგორ შეიძლება უქმედ გაატაროს დრო, ფუნჩს რო რეცხა უყურე ეგეთ ვიდეოს, რაღაცა შვები უყურე მოусმინე პოდკასტს, რაღაც მანქანაში ხარ, გაიგეთე ეს კურსასმენი და ანუ რაღაც დრო უნდა გამოვიყენოთ პროდუქტიულად, იმიტომ რომ ბევრი დრო არ გვაქვს ისე. ანუ შენ სულ ვითარდები? მე ყველას ვუყურებ ხოლმე რომ ერთი დღეც არ უნდა გავიდეს ისე რომ რაღაცა არ გააკეთო იმ პროფესიას სადაც ხარ. როცა ვისვენებ მაშინაც ხო რაღაცა ელემენტარული ავდგები და სამწუთიან ვიდეოს ვუყურებ ხო რაც უეჭველი დამანახებს იმას რომ ან ეს ვიღაც ჩემზე მაგარია ან მე უფრო მაგარი ვარ და ეს არ გღლის სულ ასეთ რეჟიმში მაგ მიყვარს ეს ამბობი და ანუ არ იღლები არა ხა იგივე რომ მეკეთებინა რა ვიცი სხვა სფეროში რა თქმა უნდა არ ვიქნებოდი ბედნიერი. ხო, ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ისაკეთოს ადამიანმა რაც უყვარს. ხო, ნამდვილად მან უკვე ყველაფერს იზავა, არ დაიღლები გამორიცხული. ნამდვილად, თუმცა ახლა ვერ გეტყვი რომ არ ვიღლები, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად დაახლოებით 10 სხვადასხვა ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია. ახლა რაც არ უნდა თქვა, რომ შეიძლება ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყო, რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ შეიძლება არ მოეწონოთ შენი ტექნიკა, რაც სავსებით ბუნებრივია. ახლა როგორც მაღაზიაში რომ შედიხარ, ყველა რა ვიცი, მომსახურე პერსონალი ხო არ მოგწონს, ანუ ყველა კაფეში რომ შედიხარ, ყველა მიმტანი ხო არ მოგწონს, ყველა დამხმარე ქალი ხო არ მოგწონს. იგივე თვითონ ვიზაჟისტი პროფესია არის მომსახურების სფერო, ზუსტად იგივე საფეხურზე დგას, სადაც ვდგავარ მე. და შეიძლება რაღაც მომენტში ვიღაცას არ მოეწონა, უბრალოდ იმ დღეს არ იყოს ხასიათზე, ან არ მოეწონოს როგორც გაუკეთე, არ მოეწონოს როგორც დავინახე. ეს არის ძალიან ბუნებრივი. ხშირად ამის ძალიან ეშინიათ ხოლმე რა. მე ისეთი პირველი ფეილი მქონდა ამ ცხოვრებაში და ყოველთვის ვჯერა მაგის, რომ რაღაცები იმიტომ ხდება, რომ რაღაცამ განავითაროს. პირველი ფეილი იყო ეს, რომ მივედი ჩვენ ახლობელთან სახლში. ეს ქალი იყო დიდი ასაკეთ, 70 წლის იყო და ჯეროდა რომ თუ ტონალურ კრემს წაისვენ და ნაოჭები გაუქრებოდა. მე იმ წუთას არ მქონდა ფინანსები იმისი რომ მქონოდა რაღაცა ძვირფასი და ძვირადღირებული ტონალური კრემი და მქონდა რაღაცა ფლომარის ტონალური კრემი მახსოვს რომელიც ღირდა 10 ლარი იმ წუთას და ნუ აი რა იყო ღმერთმა იცის შიგნით. ავიღე ეს ფლომარის ტონალური წავსი ზემოდან დაახმა სახეზე ეს ნაოჭი კიდე უფრო გამოუჩნდა და ნუ კატასტროფა არის. და მთელი ოჯახი ვისაც არ დაეზარა შემოვიდა ოთახში და მაკრიტიკებდა რომ რა საშილად გავუკეთე. რაც არა უშავს, ანუ ბუნებრივი იყო წინა პოდკასტის მოყვის ისტორია, იმიტომ რომ ბუნებრივია რომ რაღაც დასაწყისში ყოველს გვემართება ეგეთი რაღაცა, რაც არის ძალიან ნორმალური, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მე შემეძლო დამენებებინა თავი ან გამაგრძელებინა და გავაგრძელე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა. მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ კინოს გადაღებაზე წავედი ისე რომ მუშაობა არ ვიცოდი, იქაც ჩავფელდი, მე მთელი ღამე მეცადინეობდი, მეორე დღეს გავაკეთე. მქონდა შემთხვევა, რომ რაღაც არ გამომივიდა, რაღაც ცოტა ხნის წინას დაწერეს, რომ ადრეო გავიკეთეო მაკიაჟი, ყვითელი ვიყავი. შეიძლება, ანუ სწავლის პროცესში და იმ დროს, როცა ზუსტად ამიტომ მქონდა დაბალი ფასი დადებული მაკიაჟი, რომ იმ წუთას ბაზარზე სიტყვაზე ვთქვათ, რაღაცა ღირდა
მომსახურება საუკეთესო ღირდა რაღაც 3-ჯერ ჩემზე მეტი და თუ შენ ჩემთან მოდიოდი, შედეგიც ის ვერ იქნებოდა, რაც იქნებოდა 3-ჯერ მეც როცა გადაიხდიდი. არ ვიცი ეს მიდგომა რამდენად სწორია, მაგრამ რაღაცით უნდა ისწავლო ადამიანმა. ხო, რაღაცით უნდა დაიწყო. რაღაცით უნდა დაიწყო და არა უშავს დაგამხობს ვიღაცა თავზე სიტყვას, იქვე გაუსწორებ, იქვე გაუკეთებ, მეორეჯერ დაპატიჟებ, მეათეჯერ გაათენებ და ეგრე ისწავლი. იგივე არის სხვა სფეროში ხო და ვერ დავიჯერებ, რომ შეიძლება რაღაც ოფისში რომ მუშაობ, ყველა საქმე 100-ზე გააკეთო, გამორიცხულია. და იგივე არის აქაც ხო, ანუ რამდენჯერ დამართნიათ გოგოებს ვინც ფინანსური მაშინ რომ არასწორად გადაურიცხავთ თანხა და მე რა ხო? იგივე არის ამაშიც და ანუ ამაზე არ უნდა რაღაც არ უნდა ჩაიციკლო. არ უნდა ჩაიციკლო, მაგრამ შენ ქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეგ იფიქრე, რომ მორჩა ეს რატო გადავწყვიტე აი ეს საქმე. არა, არასოდეს არ მქონია კი არა პირიქით ყოველდღე რაღაცა ახალს ვფიქრობ, ახალს ვცდილობ, ახალს ვწვალობ, ახალს ვაკეთებ და ანუ პირიქით შენ მარცხი გაძლიერებს. კი, ოღონდ არის მომენტები, როცა ვიღლები, ძალიან ვიღლები, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ყველა არ არის კარგ ხასიათზე, ყველას ვერ გაახარებ, ვერ გაუღიმებ. ყველას უნდა გაუღიმო და ზუსტად იმ ადამიანს, ვისაც არ ეღიმება იმას, რომ უღიმო, ორჯერ მეტი ღიმილი გჭირდება. ამიტომ ეგ მომენტები, როცა, მაგრამ მე მიყვარს ეს სფერო და აი ძალიან სიამოვნებს და მომწონს. უბრალოდ აი ზოგჯერ დამღლელია ის, რომ როცა ისვენებ, მაინც გიწევს რომ იმუშაო, ჩაწერო ვიღაცა გაკეთო, ამ ყოველთვის ვაკეთებ ჩემით, იმიტომ რომ ჯერ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამას ჩემზე უკეთესად გააკეთებს და ამიტომ ყოველთვის ჩემით ვაკეთებ. მე არის ხოლმე რომ რაღაც მომენტში ვაიმე აი ერთი რაც ვისწავლე არის რომ დასასვენებლად რომ მივდივარ ტელეფონს თიშავ ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ აქამდე მართლა არ ვისვენებ, თუ ტელეფონზე ვიყავი. ხო, მართლა სუ გირეკავენ, ეხა აქ რო შემოვიდა თინა სტუდიაში, ერთი 15 მაკაცმა დაურეკა და კიდე ვიღაცები წერდნენ. ჩემი ტელეფონი სულ რეკავს ლოპარაკს და რამდენიმე დღის წინ დამირეკა, ჩემნაირი ნომერი იყო, ოღონდ წინ ქონდა სხვა ციფრი და აღარ შემიძლია. თავი გავიხარო, თავი გავანებეო. ძალიან გამეცინა, იმიტომ რომ მე მესმის მისი. უბრალოდ ეს არის ბედნიერება. ამდენი ადამიანი რომ მირეკავს, მადლიერი ვარ, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ეხა ამის 2 საათზე რომ დამირეკავენ, მინდა ხოლმე რომ ხვალ დამირეკე, მაგრამ ეგ არის დიდი ბედნიერება, რომ მე დღეს ვარ იმ ადგილას, სადაც მირეკავენ ადამიანები, ამ ადამიანს მოვწონ ვარ და ეს უკვე იმდეს ნიშნავს, რომ ის რაღაც აღლა იქნება თუ რაღაცა, ანუ აღარ მახსოვს. ხო, მალევე გავიქცე. ხო, ზოგჯერ შეიძლება ნერვები მოგეშალოს, რომ მოიცადე რა დილამდე, დილას ამირეკე, როცა სამუშაო დროა, მაგრამ ის რომ ვიღაც ისე ძალიან მოუნდა, რომ ღამის 2-ზე დაგირეკა, ეგეც ცალკე ბედნიერება არის. ცალკე ბედნიერება არის ქუჩაში რომ ხდება, როცა ფოტოს რო იღებ ჩემთან და მე ამ დროს აი გინდათ რა ძალიან დიდი ბედნიერება არის. ეხაც რაღაც აი ზაფხულშიც რამდენი განსაკუთრებით საყვარლობა არის ხოლმე გოგოების ტუალეტში, რომ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს გოგოები და ვაიმე თინა და რაღაც რას გვირჩევ და როგორ მირჩევ ექიმებთან რაღაც, აი ძალიან დიდი სიამოვნება არის და ამ სიამოვნებას რო იღებ ის რომ უცხო ადამიანს უყარხარ უპირობოთ და უბრალოდ იმიტომ რომ რა ვიცი ერთხელ პომადა ურჩე იყიდა და კაი გამოდგა, მერე უკვე როგორ შეიძლება რომ ეს პროფესია არ გიყვარდეს, გიყვარს კი არა გიждები. შენ უკვე ახსენე სოციალურ ქსელი როგორ დაახმარე შენ საქმიანობას, მაგრამ მაინც თუ შეგიძლია რომ გაიხსენო, აი სულ პირველად როგორ დაიწყე შენი ბლოგის შენება, ასე ვთქვათ, Instagram-ზე. პირველად 2016 წელს ვიყავი წასული ბერლინში მე მგონი და მომივიდა ესეთი აზრი, მოდი გავაკეთებ გათამაშებას giveaways. მართლა არავინ არ აკეთებდა ამ დროს განსაკუთრებით beauty giveaways და რაღაცები ვიყიდე იქ რა პრაიმარკში თუ რაღაცაში არ მახსოვს. იაფად აი რა შემეძლო იმ წუთას რაღაცა სიტყვაზე ვთქვათ 30 ევროიანი ბოქსი გავაკეთე და დავდე რამბავი. ერთ პოსტში მაშინ ძალიან აქტიური იყო Instagram-ი და ხალხს არ ენანებოდა ლაიქები. ხო და ამ დროს აი 2000 თუ 3000 რაღაც თუ 6000 თუ რაღაც ეგრე ადამიანი დამემატა. ამ დროს თან Instagram-ის რეკლამა ღირდა ძალიან იაფი. Instagram-მა რაღაც მომენტში და რაც მეტა შემოვიდა, გაწვირდა ეს ყველაფერი, თორე ადრე ძალიან მარტივი იყო. ამას წინ უძღოდა ის მომენტი, რომ სტარტაპ მარკეტინგი მოვიგე ჩემი ბრჭყვიალებით და მქონდა საკმაოდ დიდი თანხა მოგებული იმისთვის, რომ გამაკეთებინა ბუსტი ამ ყველაფრისთვის რაღაცა საკმაოდ ბევრი 1000. იმდენად ბევრი რომ ვერ დავხარჯე, იმდენი იყო. ისეთი იაფი ღირდა მაშინ რეკლა $1 მთელი საქართველო ხედავდა. და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიყენე. ნეტა ეხლა მქონოდა ეს ტვინი და ის შესაძლებლობები რაც მაშინ იყო, გადასარევად გამოვიყენე. უბრალოდ იმ წუთას აი ეს სიტუაცია რომ დადგა რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმაზე მეტი მოთხოვნა იყო, ვიდრე მე შემეძლო რომ გამეკეთებინა, შემეშინდა და გავაჩერე. აი ეგ არის, რო არ უნდა გაჩერდე, როცა შენ ჩერდები, სხვა მერე ვიღაცა აკეთებს უფრო მეც. არ ვარ უკმაყოფილო იმით, სადაც გავაჩერე, მაგრამ შეიძლებოდა რომ იმ წუთას ბევრად მეტ ადამიანზე გავსულიყავი, ბევრად მეტ ადამიანს ვყარებოდი ბავშვობიდან და ასე შემდეგ. ანუ ეს 2016-ში ხდებოდა? ხო, ეს იყო 2016-დან, აი
2017-ში იყო, 2017-ში იყო ზუსტად. 2016-ში დავდა ეს giveaway და მე თუ იქამდე ზუსტად აღარ მის რაღაც ეგრე 2017-2016 ეს წლები იყო. და მაგრამ შენ არ ჩერდები მაინც ხარ აქტუალური ინსტაგრამზე. ხო, მაგრამ აი უფრო მეტი შემილია რეალურად. აქ რო თქვა მარტო ის ხო რა თავის კიპრო ხოლმე შეიძლება მაკიაჟი არის ჩემი პროფესია და რაღაცა სწავლება ისა მომწონს, მაგრამ ინსტაგრამზე ცოტა სუსტი ვარ. სუსტი ვარ იმ ხრივ რა უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ აი მაშინ თლიანად აქ უნდა გადახვიდე რა და ძალიან ძნელია ბალანსის დაჭერა და მე ახლა ინსტაგრამს ვიყენებ იმისთვის, მოვიზიტო ჩემთან მოსწავლეები, რაღაცა რამდენიმე კომპანიასთან მაქვს კოლაბორაცია, რასაც ესე რეკლამას ვაკეთებ და დანარჩენი ვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი სიამოვნებისთვის, რომ რაღაცა კაი იქნება გავაზიარებ, რაღაცა ის იქნება და ხშირად აი ბოლო პერიოდში სხვა შორის ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ ესე თქვა, რომ გაიხაროსო ინსტაგრამმა და იმანო, რომ ყველა კომპანია მიკვეთავსო, ფულსო ვიღებო, ყველაფერს დაგირეკლამებ, თორემ შემიკვეთეთო. და ამის მერე ძალიან დიდი უნდობლობა გაჩნდა ინფლუენსერების მიმართ რა. ზოგადად რა არის ინფლუენსერი? ხო, საქართველოში ეს ორი რაღაცა ძალიან ერევათ ერთმანეთში. ინფლუენსერი და ცნობადი სახე არის ორი სხვადასხვა რაღაცა. მე შეიძლება ვუწოდო საკუთარ თავს ინფლუენსერი იმ ხრივ, რომ მე ვარ ჩემ საქმეში პროფესიონალი. და მე შემიძლია გირჩიო რაღაცა პროდუქტი, რაზეც ვისაუბრებ, რომ მართლა კარგია, შენ ან დამიჯერებ ან არ დამიჯერებ და მე ამ ზეგავლენით რომლაც მე შენზე მოვახდენ, შენ შეიძენ ამ პროდუქტს ან არ შეიძენ. გეცნობ ზოგადად რაღაც ინფორმაცია გექნება ამ ყოფს. ეს არის ზოგადი ცნება ინფლუენსერის, ხო? ჩვენთან ინფლუენსერი ცნობადი სახე, რაღაცა ერთი და იგივე, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ძალიან ეს არის პატარა ბაზარია, ხო? ასევე ძალიან არ ვიცი როგორ ვთქვა, ძალიან უცნაურად იქცევიან კომპანიები, როდესაც გეგმავენ მარკეტინგულ კამპანიას. აიღებენ და რაღაცა ერთ პროდუქტს მიცემენ 47 ინფლუენსერს და ელოდებიან მაგარ შედეგს. ოკეი, შეიძლება შედეგი დაიდოს რაღაცა იქ მყისიერი, უცებ წავიდეს რაღაცა იყიდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში იწვევს გაღიზიანებას ეს ყველაფერი, ხო? სხვათა შორის ეხლა ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიასთან, ჯერჯერობით არ დამიტია არაფერი მათი პოსტი, იმიტომ რომ ზოგადად რომ სანამ რაღაცას გავაკეთებ, დიდი ხანი მიდის მოლაპარაკება, მერე ტესტვა, მერე ეს. ნუ ისეთი ბრენდი არის, ჩემი გატესტვა არ ჭირდება მაგას, ძალიან ცნობილი და კარგი ბრენდი არის, მაგრამ ნუ ზოგადად მე როგორ მომიხდება, მე რას ვიტყვი, როგორ ვიტყვი, წინასწარი წერება ვიდეოები, წინასწარი ეგზავნება ბრენდს, წინასწარ ადასტურებენ მთელი 200 კაცი მუშაობს ამ ყველაფერზე, რომ ეს ყველაფერი გავიდეს და როგორ მუშაობს, ანუ რამდენიმე 10 ინფლუენსერი აერჩიეს, 10-თან აქვს 3 თვიანი კოლაბორაციები და თითოს უწევს. ეს არის ჯანსაღი მიდგომა, არ შეიძლება, რომ უცებ რაღაც. ეს ხალხიც ხო, ძალიან პატარა ბაზარია და ერთ დღეს რო გახსნი ინსტაგრამს და ყველა ისვამს ერთი და იგივე კრემს, აღარ გინდა ეს კრემი, კი არა, არაფერი აღარ გინდა. არა მარტო კრემზე, სხვა პროდუქტებზეც ყოფილი. ხო, მე ჩამოსკროლ და იგივე კოპიროა, იგივე ტექსტი, იგივე მოძრაობები, ერთი და იგივე ყველაფერი, ნუ უკვე ყელშია. ხო, თან, ანუ ჩვენთვისაც რეალურად რა შევხედოთ, ხო, ქართველი ინფლუენსერებისთვის იქნება თუ ზომბადი სახეებისთვის ძალიან მაცდურია, როდესაც კომპანია გეუბნება, რომ მე შენ ბიუჯეტი მაქვს ამდენს გადაგიხდა, მოდი შენ ეს დადე, ძალიან რთულია რა უთხრა უარი, იმიტომ რომ დღეს ხო, რატომ და უთხრა მე მithქოს დღეს ამ ბევრ კომპანიისთვის უარი რა, როცა არ არის ჩემი სეგმენტი პირველ რიგში. ნიშური თუ არ არის, შენს ნიშას თუ არ შეერთა. თუნდაც რომ იყოს, ხო, აი რაღაცა რამდენიმე კომპანია არის, ვისი სახელის გამოკეთება, ესე რომ ვთქვათ, რაღაც მომენტში. შენ გიწევს. ხო, კონკრეტულად არ რაღაცა, ნუ სიტყვით ვთქვათ, რაღაცა ბრენდი, რომელიც არც ისეთი პოპულარულია და შენ უნდა აიღო შენ თავზე, რომ კი მართლა მაგარია, აი მართლა იყიდეთ, მართლა ძალიან მაგარია. აი ეს არ მიღირს ხოლმე იმ თანხად, რასაც გადამიხდიან. თანხად კი არა, ენერგიად არ მიღირს, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი არის, ვინც თავის აზრს მოგწერს რაღაც ეს, მე დღემდე ვრეაგირებ თუ კომენტარებს. ძალიან მაწყობს. მართლა ძალიან მიჭირს ხოლმე და ამიტომ არ მიღირს ხოლმე და მithქოს უარი, მაგრამ რაღაც საერთაშორისო კომპანია როცა გიკავშირდება საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს და რაღაც მომენტში ტყო რომ კაი დავდებ ახლა ამასაც, მოდი დავდებ ახლა ამასაც და მე გიფუჭდება ფიდი, გიფუჭდება სახელი, გიფუჭდება ყველაფერი. ამიტომ კომპანიების მხრიდანაც რაღაც მგონია რომ არ უნდა ჩააყენონ ადამიანები ეგეთ მდგომარეობაში, სწორად უნდა შეარჩიონ ის რაღაც სეგმენტურად ის ინფლუენსერები, ვინც აწყობთ რა, არ შეიძლება რომ ყველა მარეკლამოს ჩიპსი. ან ყველა მარეკლამოს კვილის პასტა და მერე ჩიპსი. ძალიან უცნაურია. თუმცა მეც აი ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჩემთან იშვიათად რაღაც დავდო. ეხლაც რაღაც ისეთი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, რომ რაღაც ახალ სახლში გადავედი, რაღაცა ესა და მინდა რომ ცოტა lifestyle content-ზე გადავიდე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არის, რაც შეიძლება იაფად ვნახო, იმიტომ რომ ეს დღეები ვიარე ძალიან ბევრ მაღაზიაში და მინდოდა რომ გამეზიარებინა, რომ ის კი არა რომ მაჩუქეს. აგერ მოვედი ვიყიდე, მაგარი ტახტია, ვიყიდე, ღირდა რაღაც 1000 ლარი და 300-ად ვიყიდე და მინდა რომ ეს გაგიზიარო, რომ შენც დაზოგო, იმიტომ რომ ბევრი გოგორი ძალიან მიყვარს, რომ შეიძლება დაჭირდეთ, მაგრამ თავს აღარ ვიტკიებ ხოლმე, იმიტომ რომ მე აი ისეთ კომენტარებს წერენ ხოლმე, რომ აი ერთი თუ არ შევწუხდი რა და არა და რეალურად ხო ალბათ ეგ უნდა
ჩათი შოგონებაში და მართლა ის დადო რაც გინდა და ალბათ ხო, იმიტომ რომ ის იჩაგრება ის გამომწერი, რომელიც შეიძლება წლებია გადავნებს თვალს და მართლა აინტერესებს შენგან და საერთოდ არც დაგიწეროს არანაირი გამოხმაურება არაფერი, უბრალოდ მიიღოს ეს შენი გაზიარებული ცოდნა ან ინფორმაცია და იყოს ბედნიერი. ხო, მაგრამ უბრალოდ იმხელა, აი საწორსა დადო ისეთი ის არის, რომ აღარ გიღირს მე უბრალოდ რა, ყველას მე რამდენჯერ მოუწერეს, უფ რამდენი გადაგიხადეს და არა და რეალურად რო იცი რომ წახვედი და იყიდე. მე ფასოდ გააპია. ხო, აი რაღაცებზე არის, რომ უბრალოდ აი რაღაცა მომეწონა და თქვი აი რამდენიმე დღის წინ მაგალითად რაღაც ერთ-ერთ გამოწერის საიტზე ვნახე რაღაცა სახის კრემი და დავწერე რომ ძალიან მაგარია და რამდენიმე კომენტარი იყო რამდენი გადაგიხადეს მეც ვიყიდე არ მომეწონა და შენთვის რა არის ინფლუენსერობა? იცი რა რეალურად ჩემთვის რა იმ დღეს ვსაუბრობდით მე და ლიკა ევგენიძე ამ თემაზე განვიხილავდით რომ რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს, რომ რატო ხარ მაშინ ამ პროფესიაში, ხო? უნდა შეირგო ის სადაც ხარ. აბა, თუ წამიყვანე რაღაც კომპანიამ სასტუმროში დასასვენებლად და მე ამ დროს გავჭიმე ყირა 30 ვიდეო გადავიღე 60 ჯერ გამოვიცვალე 80 მაკიაჟი გავიკეთე, ღამე დავწეკი, დაღლილი ცუდად ვარ, ეს ამბერჯერ მიქნია ოღონდ. და რაღაცა რა თმიდა მაშინ იმ სასტუმროში დასვო თუ არ დავისვენე, ხო? ანუ რაღაცნაირად აი ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ სადღაც ამ სფეროში იმიტომ ვართ და იმიტომ არ ვართ იქ, სადაც იქამდე ვიყავთ, ხო? ძირთად დღეს ვინც ინფლუენსერი, წარსულში რაღაც სხვა პროფესიის იყო, ხო? წარსულში იყო რაღაცა, რამაც აქცია ამ ინფლუენსერად, ესე რომ ვთქვათ. წარსულში იყო ვიღაცა, ან დღეს ისწავლა რაღაცა და გახდა, ან უბრალოდ მოუარა თავს სწორად, ან რაღაცა გააკეთა, რის გამოც მოეწონა ხალხს. აბა, მაშინ ახლა ესე ვიღაცა აი ესე უბრალო ადამიანი ხო არა, ხო არ ამოვიჩემებთ ვიღაცას. აი ვიღაცა რაღაცა გააკეთა, ხო და აი ის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეირგო ის სადაც ხარ და ხო. მე ადრე ეგრე ვიყავი ხოლმე, რომ რაღაცა დილიდან ვდგებოდი და 47 რაღაცას ვიღებდი, 65 რაღაცას და ანუ არ არის საჭირო. რაღაცა ბალანსი, რაღაც გეგმა არსებობს, როგორც ვიღაცისთვის არის სამსახურის დილიდან რაღაც საათიდან რაღაც საათამდე უნდა იმუშაოს, ზუსტად ეგრე არის ჩვენთვისაც. იწერება სცენარი, ვიღებთ ვიდეოს, რაღაცა იქ ტექნიკა გვაქვს, რითაც ვაკეთებთ რაღაცა და ნუ საბოლოო ჯამში იკვრება ის რაც არის. ვიღაცის ძალიან კაია, ვიღაცის ნაკლებად კაია, მაგრამ ის მომენტი, რომ აი ის რაღაც სადაც ვართ, უნდა შევიგრძნოთ, შევირგოთ და ანუ ის რომ რაღაცა პრივილეგია გაქვს იმისი, რომ შენ ამდენი ადამიანი გიყურებს და იმათ გამო შენ დღეს აქ ხარ, მოდი დაისვენე, მოდუნდი 2 წუთი არა უშავს არა. მე ესე ვუყურებ ამ ყველაფერს, რომ არ შეიძლება, რომ აი გადაიწვევი უბრალოდ სულ აი რაღაცა კედლებს რო ეხეთქებოდი, არ შეიძლება. მაგრამ აი ხალხი სხვანაირად აღიქვამს ინფლუენსერებს და ინფლუენსერებისთვის ეს საქმე საერთოდ სხვა რაღაცაა. ხო, ისიც არ მიყვარს დამადლება, რომ აუ დღეს ახლა ისე დავიღალე და აი მოვკვდი, გადავიღე თქვენთვის ვიდეო და ერთი კომენტარი არ დაგიწერიათ, თქვენ მახინჯებოდა რაღაცა, ეგეც ნამეტანი არის რა და მინახავს ეგეთი პოსტები. აი გაგალამაზოთ ეგება ახლა ამ ვიდეომ და რაღაცა ეს ხუმრობით და უტრირებულად რა თქმა უნდა, მაგრამ მინახავს ეგეთი წარწერები და ზოგჯერ მეც ვდომებია რომ დამეწერა რომ აი ახლა გადავიღე ვიდეო ღამის 3-ია და მინდოდა რომ მომესწრო, მაგრამ ეს არ არის ჩემი გამომწერი ანას ან მარიამის ან ვიღაც ბრალი არ არის რომ მე ღამის 3-ზე ვიღებდი ვიდეოს. ანუ არ არის, არ უნდა დავამადლო ის რომ მე შენთვის ვიდეო გადავიღე. შენთვის გადავიღე ვიდეო და შენ მე მომეც შესაძლებლობა რომ მე ის კოსმეტიკა დამეტესტა. აი მან ხდება ის ყველაფერი, ანუ ის გაცვლა ხდება აი იქ და არა უკვე შედეგისტრო. შედეგისტროს უკვე ანას, მარიამის ან რა ვიცი ვიღაცის კეთილნება დამიწერს თუ არა კომენტარს თუ ძალიან მოეწონება, მაგრამ ამის გამო რომ აი შენ დაგამადლო რომ აი მიყურე კარგად. ან რატო არ მილაიქე. მაგრამ დიდი ხანი არ არის რაც გავიზარდა, დიდი ხანი არ არის რაც ესე დავიწყე ფიქრი. ადრე ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ამ ყველაფერს და ალბათ ცოტა სულიერმა განვითარება მიმან რომ მე რაღაცა სხვანაირად დავფიქრდი რომ რაღაც არ უნდა ვიყოთ ჩაციკლურები ერთ კონკრეტულზე და ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ყველას რომ ერთ ადგილას არ დავაკონცენტრიროთ და გავუშვათ აქეთ-იქით და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ცხოვრებისგან, ეგ არის ძალიან მთავარი. შენ გახსოვს შენი პირველი კონტრაქტი ქართულ კომპანიასთან? სხვაჩეს პირველი ვინც პირველი ინფლუენსინგის ამბავი კარგად არ მახსოვს. მაგრამ პირველად რო ტელევიზია მოვიდა ჩემთან სახლში, ეგ მახსოვს, შოკში ვიყავი. არ მართლა, მაგრამ ეს ინფლუენსერების საწყისები არ მახსოვს. პანდემიის დროს იყო მე მგონი, ერთ-ერთ საფთიაქო ქსელთან იყო. ძალიან კარგი იყო, ძალიან კარგი პერიოდი იყო. სულ რამდენიმე ვიზაჟისტს ჰქონდა მაშინ თუ ბიუთი ბლოგერს ჰქონდა კონტრაქტი და ძალიან სასიამოვნო იყო. ეგ ჟესტი და იყო სტაბილურობის განცდა. ყველაზე მთავარი რაც იყო, მე ამ კომპანიამ მომცა სტაბილურობის განცდა იმ წუთას, იმიტომ რომ პანდემიაში მაშინ როცა სამსახური არ იყო, რა ვიცი, თანხა გვჭირდებოდა, ძალიან რთული იყო და მაშინ მახსოვს, რომ ძალიან გამეხარდა, ეს იყო
სამნიშნა ციფრი არ სულ ისე დიდი, მაგრამ იყო სტაბილური, რაც თავარია, მქონდა კოსმეტიკა, ის რაც ძალიან მიყვარდა და ნუ ძალიან ბედნიერი ვიყავი და პირველი კოლაბორაცია უცხოურ ბრენდთან ძალიან კარგად მახსოვს. ასევე პანდემია იყო, ჟაპონესკი ქვია ამ ბრენდს. და არ ვიცი, ყოველთვის ვიტყურებ ვარ ძალიან მადლიერი, იმიტომ რომ საერთოდ შემთხვევით მომწერეს მეილი, რომ გვინდა კოლაბორაციაო და სხვათა შორის სულ ყველას მინდა უთხრა დამწყებ კონტენტ კრეატორებს უკვე შემდგარს ყველა ბრენდი ყოველთვის ყველაფერს ნახულობს თუ არ ყასობს ესე იგი უბრალოდ არ მოეწონა. ანუ ყველაფერს ხედავს. ნუ შეიძლება ხა რაღაც გამორჩეთ, მაგრამ თუ აქტიურად დათაგავთ, დადევთ, გააკეთეთ, ყველაფერს ნახულობს. და მახსოვს რომ დავდე ეს რაღაცა პოსტი დავუდე სპეციალურად, მახსოვს ჯერ მივწერე რომ გამომიგზავნეთ თქო თქვენი რაღაცა თქო და მე გაკეთებ კონტენტს თქო, აი მოვინდო მე რაღაც ძალიან გულით გავუკეთე კაი კონტენტი. და საბოლოო ჯამში ამერიკის ჟურნალ OK-ში იყო ჩემი ნამუშევარი ელენე ეპიტაშვილს, აი მამარდაშვილის ცოლს გაუკეთებაში მაკიაჟი მახსოვს მოვაწყეთ გადაღება. მე და სალიმ ჟავენაძე ვიყავდით, აი ძალიან ისეთი იყო, ჩემთვის იყო ძალიან ჯადოსნური, იმიტომ რომ პირველად მქონდა უცხოურ ბრენდთან კოლაბორაცია, დაიბეჭდა Walmart-ში იყო მე ეს ბანერებზე გასული ეს ფოტოები, მე რაღაცა გამომიგზავნეს კიდე რაღაცა მოვიგე და ძალიან აქტიური იყო. ანუ ეს მოხდა მარტო, იმიტომ რომ შენ დათაგე ეს კომპანია. ეს მოხდა მარტო, იმიტომ რომ დავთაგე, გამომიგზავნეს და მოვეწონე და მე რომ ვუთხარი რომ საქართველოში ვცხოვრობ თქო და არა ამერიკაში თქო, ცოტა იყო ის რომ ხა როგორ გამოვა და ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი, ხო და გადამიხადეს აი იმდენი რომ რა გითხრა. თქვი რამდენი? $10,000 იყო. რას ლაპარაკო? ყოჩა, რა მაგარია. და პირველად იყო ეგეთი შემთხვევა, როცა აი რაღაცა ესე იმას ვქენი. ანუ ბილბორდებზე გავიდა შენ. ბილბორდებზე იყო, მე ჟურნალში იყო რაღაცა. ხო, არა, პრინციპში თუ ამდენ ადგილას იყო. ჩემთვის ეს 22 წლის თუ 21 წლის თინავთვის ეს იყო, აი ვარსკვლავები თვალებში და შოკი თუ 23 წლის უყავ ალბათ და მართლა სიგიჟე იყო, იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდებოდი, აი რომ მომწერეს. ეს იყო პანდემიაში, აი სამაშველო რგოლი გამომიგზავნეს, იმიტომ რომ იყო პერიოდი, რომ დავკეტე სტუდია, უკან დავბრუნდი სახლში, მენტალურად ძალიან ცუდ ხასიათზე, იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირად ის რასაც აკეთებდი და უცებ შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იხურება, მაგრამ არ არსებობს კარი, რომელიც დაიხუროს და მეორე არ გაიხსნას უფრო დიდი. ანუ ეს მე ხომ ჩაგეძია, იმიტომ რომ მართლა შოკია. ესეთი რაღაც არც გამიგია ქართულ რა ვიცი ინფლუენსინგ მარკეტინგ. მე ცოტა მივანებე მაგას თავი, იმიტომ რომ რაღაცა აქეთ უფრო დავიკავე. ხა სხვა თქოს ვეძებ ადამიანს, რომელმაც იცის ინგლისური და შეუძლია კომპანიებს ჩემი სახელით ეკონტაქტოს, მაგრამ აი მაგაზეც რა, აი იცით როგორ ბრაზდები. აი არ ვიცი, აი თითქოს ყველა მიცის ინგლისური, ყველა გეხმარება, ყველა რაღაც. მე მაგის შესაძლებლობა არ მაქვს, თუმცა ეს დროის, რომ ეგეც ვაკეთო, მე ვერ გავაკეთებ. დავთავაზობ ძალიან კარგად. ანუ ეგ რა შეთავაზება ბრენდებს. ხო, ბრენდებს რო ეკონტაქტონ, ჩემი სახელით, მეილი რომ მიწერონ და უბრალოდ მე კომუნიკაცია გაგრძელდეს, რომ რაღაც მოლაპარაკებები. 2 წელია ვეძებ ეგეთ ადამიანს. ეხლა რა თქმა უნდა არ მინდა ვიღაც უბრალო ადამიანი, მინდა რომ იყოს გატაცებული ბიუთი სფეროთი და პირდაპირ ვუთხარი. ყველას აი რამდენი ვარიანტიც იყო, რამდენი გოგოს ვარიანტიც იყო, ყოველ შემთხვევაში ვუთხარი, რომ ნახევარს, ყველაფერს რაც იქნება ნახევარი შენია, კოსმეტიკიდან თანხით დაწყებული, ყველაფერს ნახევარს გაგიყო, ოღონდ ეს გამიკეთე. ჯერ ვერ ვიპოვე ეგეთი ადამიანი. ანუ 10,000 რო იქნებოდა 5,000 მიცემდი იმ ადამიანს. მივცემდი. ხო და რატო ვერ იპოვე? ანუ შენ ვერ ნახე ეგეთი ადამიანი. არა, უბრალოდ ანუ აი ხა ესე ფართოდ არ ვეძებ ფართო აუდიტორიაზე რა ვეძებ აი სანაცნობო წრეში რაღაც აი იქ სადაც აი თუნდაც ჩემი მოსწავლეები ისინი ესენი ან პრობლემა არის რომ ენა არ ვიცით ან არის რომ გვეზარება ან სხვა საქმე გვაქვს ან რაღაცა და მე ამ დროს იმას აქში რო ყოფილი და ამას ვეუბნები ძირითადად პატარებს რა ანუ უფრო ისეთებს ენთუზიაზმი ვისაც და აი ძალიან ბრაზდები ხოლმე მე ვანებებ თავს მე მავიწყდა მე ისე ვიწყებ ზებრად ანუ სულ არ ვეძებ აი ესე პერიოდები მაქვს ხოლმე როცა მინდა რომ ვიპოვო ვიღაცა და დავეხმარო პირველ რიგში მაგრამ აი რა საინტერესო ნერვები მეშლება ზუსტად მაგაზე რომ აი რომ ამბობენ რომ საქართველოში არ არის სამსახურები რაღაც კი არ არის ნამდვილად გვიჭირს მაგრამ აი ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა მომენტს ძალიან ვუშვებთ ჩვენი ხელიდან იმიტომ რომ იმ წუთას სტაბილურობას არ გვპირდება სიტყვას მაგრამ სულ არაფერს არ ჯობია დღეს არაფერი და ხვალ რაღაცა ხვალ კრემი მქონდეს რომელიც არ მაქვს ზეგ რაღაცა მე თანხაც იქნება მე რაღაც აი ეს კიბე ძალიან ხშირად აი რაზეც ვისაუბრეთ აი ზუსტად ისე ვიქ დაუბრუნდით ხო ასევე აი მგონია რომ რაღაცნაირად აი უნდა დაიჯერო შენ თავს მე ძალიან ცუდი თვისება მაქვს ერთი რომ თუ ვიცი რომ მე შემილია რომ გავაკეთო იგივე ვთხოვ ყველას და ცოტა რთული უფრო სტუდიაში ხო
მაგრამ არ რაღაც სასწაულს არ ვითხოვ, ანუ ჩემთვის კი არ ვითხოვ ამას. მე თუ შემიძლია ჩემი თავისთვის გავაკეთო, შენ შეგიძლია იგივე შენი თავისთვის გააკეთო რა. ბოლოდ აი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის ყველაზე რთული. და აი მე მჭირს ეგ რომ სადაც ნახავ კომფორტის ზონას, ეგრევე გავრბივარ იქიდან რაღაც ახალს ვაკეთებ და ეგ არის განვითარების საფუძველი. შენ თავიდან ვიდეოებს რო იღებდი და დებდი საჯაროდ. არ გქონდა რაღაც, არ გეხამუშებოდა მე რო დებდი საჯაროდ ვიდეოებს, მაგ დროს ვიყავი 123 კილო. და არა. ანუ საერთოდ არა. ხშირად არის ხოლმე რამდენი ადამიანისგან მომისმენია, რომ აი ხლა დაფიკლებ, ახლა იმას ვიზავ, ახლა ამას ვიზავ. მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ყველაფერი დაიწყო დახურულ ჯგუფში. ეს იყო მაშინ ერქვა Beauty Lab-ი, Beauty Lab-ში ვაკეთებდი ლაივებს, ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა ამ ლაივებს და იყო დახურული დაცული სივრცე, სადაც ვიცი რომ არ მათრევდა არავინ. დღეს TikTok-ზე ძალიან რთულია, რომ აი ესე დაიწყო რაღაცა, მაგრამ აი არ თუ გინდა, არ უნდა მიაქციო ყურადღება რა, რაღაცნაირად უნდა გააკეთო, მაგრამ თუ გინდა და გააკეთო საშუალოზე დაბალი დონე და თქვა რომ ეხლა ვარ დამწყები, არა, ეგრე არა. ყოველ დღე უნდა ისწავლო უამრავი უფასო მასალადებს და მიბაძო იმას, ვინც მოგწონს. ჯერ ნაკლებად მიბაძო და ბოლოს აუცილებლად აჯობებ და ანუ გამოგივა. ეგ არის რაღაცა, ხო რაღაც თვითონ დაიწყოს ყველამ და ჩემ შემთხვევაში ხო დღემდე არ მაქვს YouTube-ი, რატო? იმიტომ რომ აი ის ხარისხი რაც მე მინდა რომ გავაკეთო, ის YouTube-ი რომელიც მე მინდა რომ გავაკეთო, მაგის დრო არ მაქვს, მაგის რესურსი არ მაქვს და საშუალო რაღაცა საშუალო ხარისხს რომელიც აი არ იქნება ჩემი შესაფერისი ესე რომ თქვა არ ვიკადრებ და არ გავაკეთებ. თუმცა ამ დროს რამდენ რაღაცას კარგავ პოტენციურ სპონსორებს, რომლითაც რა ვიცი ფინანსურად ვიქნებოდი ისე რომ მთელი ზაფხული კი არა ზამთარიც დავისვენებდი და შემოდგომა გაზაფხული ვიმუშავებდი მაგალითად. YouTube-იც გადაგიხდი და ახლა ცოტა მოამატა YouTube-ი. ხო, რაღაცას იზავდი, რაღაცა შეიძლება რომ გააკეთო, მაგრამ ანუ რო ვიცი ჩემი თავი და დღეს რო ვიცნობ ჩემ თავს, მირჩევნია რომ ჩემი ენერგია აქეთ გაუშვა, მაგრამ იქნება დღე ალბათ რომ აი ვიტყვი რომ დღეს მოდი ამას დავიწყებ, მაგრამ ხო, ეს მორიგი კომფორტის ზონიდან გასვლა იქნება ჩემთვის მორიგი კომფორტის ზონიდან. მაგრამ აი მაშინ 120 და რამდენი თქვი? 123 კილო. 123 კილო რო იყავი, ესე იგი ერთი წამით არ გეხამუშავ. შენი თავი მოგწონდა? იცი რა, მე ყოველთვის მიღებული მქონა საკუთარი თავი, მაგრამ ეგეც როგორი მომენტია, მიღებული მქონა საკუთარი თავი, არა ისე რომ ძალიან მომწონდა. აი არ ვიცი, მე დღემდე დავდივარ ფსიქოლოგთან, დღემდე დავდივარ აი თეკუნაც ყავდა სტუმრად, თეკუნასთან ნეიროგრაფიკას ვხატავ, დავდივარ sound healing ზელიკასთან, დავდივარ ფსიქოანალიტიკოსთან, ანუ ზოგადად ჭარბი წონა არ არის, ამაზე ძირითადად არ ვსაუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ ის გზა როგორც მე დავიკელი ის რო არ ვჭამდი ძალიან დიდი ხანი და ასე შემდეგ არ იყო ჯანსაღი. შესაბამისად ვურჩიო ადამიანს გაიაროს იგივე გზა, არასწორია ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მე მიყურებენ მოზარდები, მიყურებენ ეს ჩემი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მე მჭირდა და მე მაქვს გავლილი ეს და მე ჩემ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ ეს ჩემი ჭარბი წონა დღემდე ცხოვრობს ჩემ თავში. და ძალიან რთული არის ამასთან ერთად ცხოვრება, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვა რომ კი მიღებული მქონდა ჩემი თავი ისა ყველაფერი, მაგრამ რაღაცა მომენტში ყოველთვის თან გდევს აი ეგ მომენტი, რომ აი ისევ ისეთი თუ გახდები, ისევ მოეწონა. მე შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრება მას შემდეგ რაც ზონაში დავიკალე, შეიცვალა პროფესიული კუთხითაც და ძალიან ბევრისგან მომისმენია, რომ როცა შენ გახდები, სხვა ადამიანები სხვანაირად მოგექცევენ და ეგ არის ყველაზე დიდი სისულელე რაც მომისმენია. ანუ სხვა რა დედაჩემს სხვანაირად ვიყვარები 20 კილოთი მეტი ან ვიღაცას ან მე ახლა შეიძლება შენ რო ეგიჯდე ახლა 30 კილოთი მეტი სხვანაირად ეს არის უდიდესი სისულელე რომელსაც ჩვენ თვითონ ვიბეჭდავთ თავში შენ გეყვარება შენი თავი სხვანაირად როცა იქნები უფრო ნაკლები წონით არა უბრალოდ როცა დაინახავ რა შრომა ჩადე ამ ყველაფერში და რა შედეგი მიიღე გიждდებოდი ჩემ თავზე 123 კილო ადამიანი ვატარებდი მასტერკლასებს სცენაზე, გამოვდიოდი ტელევიზიაში, ყველაფერს ვაკეთებდი საერთოდ და წონა არის ყველაზე ბოლო რამაც უნდა შეგაფერხოს ან შეგაფერხოს, იგივე შეიძლება ბევრ რაღაცაზე ვთქვათ, რაღაც შეიძლება იყოს ეს გარეგნული ნაკლი თუ რაღაც, ანუ ეგეთ რაღაცებს ხალხი არ უყურებს, ანუ მე რა ხა ვიღაცას მოვწონვარ, იმიტომ რომ ეხლა ამ წუთას ვარ რაღაცა 55 კილო, არა, იმიტომ არ მოვწონვარ არავის, მოვწონვარ იმიტომ რომ რაღაცა კარგი ადამიანი ვარ, შენთვის თუთი არ მინდა რაღაცა. პროფესიონალი ხარ, შენი საქმეში ვარ, რაღაცა კარგი და წონის ამბავში ხო ეს მიმღებლობა ყოველთვის მქონდა, მაგრამ დღემდე ეხა ვხვდები რა კომპლექსები მაწუხებდა, რაღაცა სხვანაირად ვაკეთებდი, ხო, აი რაღაც სხვანაირად ვაკეთებ. სიტყვაზე ვთქვათ, აი ხო ესე ვზივარ, ესე არ დავწევ ბალის დავიდებდი აქ მაგალითად მუხლებზე. ამას ვაკეთებდი აბსოლუტურად გაუაზრებლად და
ალბათ ერთ დღეს ვისაუბრებ წონაზეც უფრო მეც, უფრო იმაზე. უბრალოდ ჯერ ვფიქრობ, რომ რაღაცაზე სანამ შენ თვითონ ისაუბრებ, ეს ყველაფერი შენო დაძლეო და მე იყო მაგალითი. მე ჯერ კიდევ პროცესში ვარ საკუთარ თავთან გამარჯვების, ეს რას გულისხმობს ამაში? ანუ აი ის რომ წონაში დაიკლებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაკლებით დამიკლია 3-ჯერ 40-40 კილო, მაგრამ მე ყოველთვის ვიმატებდი. შენარჩუნება არის ძალიან რთული, იმ ყველაფერთან შებრძოლება არის ძალიან რთული, საკუთარ თავთან იმასთან, რომ მე მაგალითად ემოციური მჭამელი ვარ, შეიძლება ესე ითქვას და ვერ აღვიქვავ თუ რაღაცა სნეკებს ვჭამ და ვგიჟდები სნეკებზე. მე ვარ მაგალითად ხო აი თუ ნერვიულობ მეწყინა რაღაც არ გეტყვი და შევჭამ. რაღაცა და ნუ ეს რა თქმა უნდა წონაზე გეტყვება ხო ადამიანს და ანუ შენთვის დაკლება უფრო ძნელი იყო თუ აი შენი მაინდსეტის შეცვლა? მაინდსეტის შეცვლა. აი გარი ყველაფერი რა სანამ ტვინიდან არ წამოვა 30 ჯერ მიჭამია ქათმის ფილე და კიტრი და ციციბურა და დამიკლია ძალიან ბევრი კილოგრამი, მაგრამ აი ის რომ მაინდსეტის შეცვალო რომ ყოველთვის ვაკეთებდი სხვისთვის, ვაკეთებდი სხვის ჯინაზე, სხვისი ხათრით ანუ არა. ყველაფერი უნდა გააკეთო შენთვის, შენი თავის სიყვარულით და ყოველთვის ვიყავი ძალიან მოვლილი. ანუ წონა არ ნიშნავს იმას, რომ ხარ მოუვლელი. ყოველთვის ვიყავი, რა ვიცი, სალონში გქონა დავარცხნით, ან ჩემი თქონა გაკეთებული, კანი მიბზინავდა, მიპრიალებდა კრემები მესვა ყველაფერი, მაგრამ ის რომ ჩემ ტვინში აი ეს ემოციური ფონი ყოველთვის არსებობდა, იყო ძალიან რთული. და ამასთან ერთად ცხოვრობა და აი რომ ეკითხებიან ხოლმე რა ეს შენ რა გენაღულება, ძალიან ბევრი რაღაცა გვენაღულება ხოლმე ადამიანებს, ის რაც არ ჩანს და ის რადგან არ ვსაუბრობ და ალბათ ერთ დღეს ამაზეც უფრო მეტად დავიწყებ საუბარს, უბრალოდ მინდა რომ მე თვითონ ვიყო იმდენად მზად, რომ ვიღაცას არ დაუზიანო ამით ფსიქიკა, ის რომ რაღაცა არასწორად არ ვთქვა ერთი სიტყვა და მე ვიღაცას არ ვაწყენინო ან რაღაცა. მაშინ ძალიან არ ჩაგეძიები ერთადერთ რაღაცას გკითხავ. შენი აზრით ყველაზე მეტად რა გიშლის ხელს, რომ აი ეს გონებრივი, აი ეს მდგომარეობა შეგეცვალოს? იცი ალბათ არ ვიცი, აი თავიდან ვიტყოდი რომ საზოგადოება თქვა, ალბათ ესე ვიტყოდი. დღეს ვიტყვი რომ ჩემი თავი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში დღესაც ხო უკვე ყველასგან რომ ვიღებ იმ მომენტს რომ შენ ძალიან კარგი ხარ, შენ რაღაცა მაინც არ მაკვაყებს, მინდა უფრო მეტი და აი ეს ბრძოლა ყოველთვის გრძელდება. და ეგ არის ყველაზე რთული ბრძოლა, იმიტომ რომ ხვდები რომ დღეს უკვე რაღაც ბევრი ვისწავლე მე თვითონ, ვისწავლე, აი რო თქვი რომ ფსიქოანალიტიკოსთან დავდივარ თქო, ჩემი მასთან ყველა დიალოგი სრულდება იმით რომ რაღაც ახალ აღმოჩენას ვაკეთებ. მაგალითად ის რომ ბავშვობაში რაღაც მომენტში თავი ვიგრძენი დაუცველად და მინდოდა ყოფილიყავი დიდი იმისთვის რომ ვიღაცის წინაშე თავი დამეცვა. და ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ის ჩემი მისწრაფება კვებისკენ შეიძლება იყოს ასოცირებული იმასთან რომ მე მინდოდა რომ ყოფილიყავი დიდი. და სავარჯიშოები არსებობს უამრავი რისკიც უნდა შენი ტვინი, ანუ ტვინი ძალიან ისეთი რაღაცა არის, ანუ უნდა გადააწყო, იმიტომ რომ ტვინი იმახსოვრებს ემოციებს და თუ ერთხელ რაღაც ემოციის სტრესში მოექეცი, ყოველთვის ბრუნდები უკან, რაც ძალიან ძნელი არის და ზუსტად აი მაინდსეტის გადაწყობა ძალიან რთულია, მაგრამ სხვა შორის ჩემ შემთხვევაში მე რაღაც გაურებასავით მაქვს პროფესიონალი თინა, რომელიც არის თავის საქმეში, ესა რაღაცა იქ ის ყველაფერი რაც ამის იქით ხდება, იქ არ შედის. აი ძალიან გამიჯნული მაქვს ჩემ პროფესიონალი ნაწილი, აი იმას არ მოაკლდება არაფერი, ის არის კარგად, მაგრამ მეორე მხრიდან თინა რომელიც აქედან რაღაცებს აკეთებს, იმას არ ეხება, მაგრამ აქ ცალკე იბრძვის ხოლმე. ანუ შეგიძლიათ თქვა რომ ის თინა ძალიან თავდაჯერებულია და ეს არის ბევრად. მართლა გულწრფელად რო ვთქვა, აი ჩემ საქმეში შემიძლია რომ ვიყო თავდაჯერებული, ძალიან მაგრა ჩავატარო 5000 კაცზე მასტერ-კლასი, რაღაცა არ ვიცი, ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ მეორე თინა რომელიც არის აი რაღაცა ესეთი. მეორე რა იგივე თინა არის, უბრალოდ ანუ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, ხო და ერთი მხარე რომელიც წინ დგას და რაღაცებს აკეთებს, არ ნიშნავს იმას, რომ შიგნით ვერ ვიტყვი რომ არ ვარ თავდაჯერებული, ანუ მაგასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა 500 კაცის წინ შემიძლია ისე წყნარად გამოვიდე და ვილაპარაკო ჩემ საქმეზე რომ რა გითხრა, მაგრამ 500 კაცის წინ თუ დამაყენებენ და რა ვიცი დამსვე და ჭამეო ახლა ვერჩევ და ისე არ მენდობება რომ რაღაც ანუ ეს არის ჩვეულებრივი აშლილობა რაც მე მჭირს, ნუ მარტივ ფორმაში შეიძლება ითქვას, მაგრამ რაღაც პრობლემებს ჭირდება ზოგადად აღიარება ხოლმე. და ანუ ეგ მომენტი თავის დროზევე რომ გამეცნობიერებინა და ამდენი რომ ესწავლა, ამდენი რომ წამეკითხა, პრაქტიკები მეკეთებინა, ალბათ დღეს კიდევ უფრო სხვაგან ვიქნებოდი და ის თინა რომელიც არ არის თავდაჯერებული, გააძლიერებდა ამას, რომელიც უფრო კარგად დგას დღეს და მყარად არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ორი პერსონა უნდა შეერწყას ერთმანეთს და ერთი კარგი გააკეთოს და ველოდებით მაგზაზე ხარ. ხო, ну, ყველაფერი არის ნაბიჯები, ხო და მაშინ ყველაფერი ერთიანად რო ხდებოდეს, რაღაცა მოსაწყენი ძალიან მოვიწყენდით, ხო და ამიტომ ხო, ეს ძალიან კაი. ხო, ეხლა შენ კრიტიკა ახსენე. რომ დღემდე ვერ შეეგუე, როდესაც რაღაც ძალიან ნეგატიურ კომენტარს გიწერენ. აი, რას განიცდი მაგ დროს, როდესაც რაღაც ნეგატიურ კომენტარს გიწერენ? აი, ხო წავიკითხე ხოლმე რაღაცას, აი აქ. ცუდად ვარ ხოლმე, აი. შიგნიდან, აი
დამცხება ხოლმე რაღაცა ძალიან ისა და მე რო ხვდები რა, ოკეი, ცუდი კომენტარი რა, ეხლა ვიღაცამ დამიწერა, ეხლა იმ დღეს როგორ მებრალები, ეხლა ეგ მაგაზე არ მაქვს რეაქცია, გებრალები და გებრალებოდე რა გიყო ეხლა, მაგრამ აი თუნდაც ვიღაცას დაუწერია, რომ რაღაც 5 წლის წინ გამიკეთე მაკეჯი, არ ვიყავი კმაყოფილი და აი რაღაც გულის სიღრმეში, აი კი, ხვდები რომ არა უშავს 5 წელი გავიდა ვისწავლე, განვითარდი და რა ვიცი 5 წლის წინ შეიძლება შენ სადღაც შეგხვდი და არ მომეწონე, მაგრამ მე რა კი მაშინ თავიდანვე უნდა მითხრა რა იმ წუთას, ანუ მე მაგაზე ვფიქრობ, თუ არ მოგეწონა იმ წუთას, ანუ მე თუ რაღაცა დღეს არ მომწონს, ეგ ვისწავლე რა, აღარ ვარ people pleaser-ი საერთოდ. რაღაცა თუ გავიკეთე, თანხა გადავიხადე, ვამბობ, რომ არ მომეწონა. და მეც მაგას მოვითხოვ ჩემ მომხმარებლებისგან ყოველთვის რა, რომ აქვე მითხარი, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი შენი გონების კითხვა რა, მეუნები ეს გამეკეთე, გიკეთებ ამას, მაგრამ შეიძლება შენ საერთოდ სხვა რაღაცა წარმოგედგინოს, მაგრამ ეს გამოვიდეს, ეს ბუნებრივია. ამიტომ კომუნიკაცია არის ძალიან მთავარი. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს კომუნიკაცია, უჭირს თავისი აზრის დაფიქსირება, რაღაც ხედან ხოლმე და მე უნდა გამოვიცნო ახლა მის გულის სიღრმეში რა ხდება. რა ძალიან ძნელი არის რეალურად და არ ვარ ჰიპნოზისტი და ეს რაღაც კი შემილია რომ რაღაცა დავინახო განწყობა როგორ იცვლება და დავალაპარაკო და გავიგო ხო, იმიტომ რომ რთულია ადამიანი რომელიც 10 წელი იკეთებს ერთ და იგივე საკუთარ სახეზე, ერთ დღეს შენ სხვანაირად გაუკეთო და უცებ მიიღოს თავის თავი. იგივენაირად მეც ჩემი კოლეგები რომ ხატა, ყოველთვის განსხვავებული ვარ, იმიტომ რომ სხვანაირად ხედავენ. ეგ არის ზუსტად ვიზერის ხელოვნება, რომ შეუძლია ვიღაც ადამიანს რაღაცნაირად დაგინახოს. არ ნიშნავს იმას რომ მე ვარ ცუდი ან ვიღაც არის კარგი, უბრალოდ სხვადასხვანაირად ვხედავთ და სხვადასხვა შედეგით გება და მე უკვე მომხმარებელი არჩევს რომელი უნდა. და თუ რაღაცა არ მოწონს, იქვე უნდა თქვას და ის იქვე თუ არ თქვა, ის მე ნერვიულობ. შენ ესე იგი ცოტა ფსიქოლოგობაც გიწევს შენ საქმიანობაში, იმიტომ რომ ეს გოგოები ხო გესაუბრებიან. კი. ხო, ეგ მომენტი არის, რომ ალბათ მაგიტომაც დამაინტერესა ამ ყველაფერმა და ძალიან ბევრ რაღაცას ვკითხულობ, ვუსმენ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ჩემთან ეს ყველაფერი. ბევრი ადამიანის შემიძლია ვთქვა, რომ დავხმარებიო, რაღაც მე კი არა მithქოს, რომ მოდი რაც ადე ეს თერაპია, იმიტომ რომ მეც გამივლია ეს ყველაფერი, მეც აქ ვიყავი და რეალურად ხო ყველას გვაქვს ძალიან რთული ცხოვრება, ხო? არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად აი ძალიან უციდან ჩამოვარდა, ხო? და იმ ინსტაგრამზე ხო არ დავიწყებ მოყოლას, რომ აი მე დღეს იცით აი ესეთი რაღაცა მომივიდა, კი, შეიძლება მოვყო რომ რაღაც დილას გამოვედი და ფეხი გადამიბრუნდა, მაგრამ ოჯახში რა ხდება, ფინანსურად რა ხდება შენთან, რა ვიცი, ყველას ყავს ვიღაცა, ვინც არის რაღაცა პრობლემატური, ის ვიღაცაზე ნერვიულობ, ვიღაცა ავად არის, ამაზე ხო არ საუბრობ რა და ყველას გონია რაღაცნაირად ძალიან ისე ცხოვრება და მე რაც დავიწყე ამ ყველაფერზე სხვანაირად ფიქრი, სხვანაირად შეხედვა, მე უკვე სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დროსაც ვხედავ, რომ ვიღაცა შეიძლება რაღაც მიმართულება მივცე, რომ მოდი იცი რა ცადა ეს, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები ძალიან მარტივად იხსნებიან ხოლმე ჩემთან მოსვლისას, იმიტომ რომ იციან რომ არასდროს არ და არ გავა, იმიტომ რომ 2 წუთში ვიღაც სხვა მოვა, მე კიდე სხვა მოვა, მე იმის მე კიდე სხვა მოვა და აღარც მახსოვს რა მითხეს თუ მე რომ ვიმახსოვრო ყველაფერი. ამიტომ რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე რომ ვესაუბრო ისეთ თემებზე, რაც ჩემთვის საინტერესოა და ზუსტად ესე გავიგე, აი ნეიროგრაფიკის შესახებ, ჩემთან მოსული მომხმარებელი, დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია. წამიყვანა, შენ წამოდიო, გჭირდებაო აქ და ზოგადად აი რაღაც მგონია რომ ეგ წრე არის ხო, ვიღაცა რაღაცას გაკეთებ, შენ სხვას უნდა დაეხმარო, მე ის სხვას დაეხმარება და რაღაცნაირად აი კარგი შედეგი დადგება და ფსიქოლოგობაც მიწევს ამ ხოლმე არ ვარ პროფესიით ეგ და ვერ შევითავსებ და ვერაფერს ვერ ვეტყვი ისეც, მაგრამ ვეუბნები რომ მე აქ ჩემ გამოცდილებას უზიარებ, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც ჩაკეტილი აქვს, თითქოს აქვს რაღაცა კედელი და ეს კედელი არ უნდა დაუნგრიო. სადამდეც გიშვებს, იქამდე უნდა შეხვიდე, ანუ. ხო, ეგ არის, ეგ ვიგულისხმობ ფსიქოლოგიაში, ყველას ისე უნდა მიუდგე, როგორც მისთვის არის უმჯობესი და უკეთესი. ეს ძალიან მაგრა გამოგივა შენ მე დარწმუნებული. ეხლა რაც შეხება შენს ბიზნესს, მე მაინტერესებს შენი ბიზნესი, გულისხმობ კურსებს და მასტერკლასებს. იქცა, ასე ვთქვათ, თვითმყოფად ბიზნესად. ამაში არ გულისხმობ კლიენტის მიღება და ვიზაჟის გაკეთება. მე გულისხმობ კურსებს და შენს მასტერკლასებს. როდის გადაწყვიტე, რომ აი ეს შეგემატებინა შენი საქმიანობისთვის? აი უკრაინიდან რომ ჩამოვედი, დავიწყე უკვე კურსი ავიყვანე. და ძალიან ვისიამოვნე ამ პროცესით, რომ ნახე რომ თურმე როგორ შეიძლება რომ ვასწავლო და რა კარგი შედეგი დავდოთ. რა თქმა უნდა, დღეს უკეთესია ვიდრე 3 წლის წინ იყო, დღეს უფრო კარგი შედეგებს ვდებთ. რა თქმა უნდა, საერთოდ სხვანაირი ამბავია დღეს, მაგრამ აი მასტერკლასი პირველად შარშან წავედი, პატრიკ და არის ესეთი ვიზაჟისტი, იმის მასტერკლასზე და ზოგადად ძალიან მიყვარს ეს მანიფესტაციები. მანიფესტაცია ნაკლებად ვეძახი, უფრო მეტად მიზნების ღიური მაქვს, სადაც ყოველთვის რაღაცა რომ მინდა უნდა დავწერო და არ არსებობს გავიდეს 2 კვირა, 3 კვირა, შეიძლება 2 თვე, მაგრამ ეს
ეს ყველაფერი მაქვს. და შესაბამისად, მაშინაც წავედი ამ პატრიკეს მასტერკლასზე, ოღონდ აი ერთი რაღაც მეთო თავში, რომ აუცილებლად უნდა ვნახო იმისთვის, რომ ვიცოდე მე რა მინდა და მე როგორი მასტერკლასი მინდა. იმ წუთას საერთოდ არ სპონსორი მყავს, არაფერი არ მყავს, საერთოდ რაღაც გეგმაში მაქვს, რომ ესეთი რაღაცა მინდა. მოკლედ წავედი ამ იმაზე მასტერკლასზე თურქეთში, რაღაცა ესა და რაღაც ბლოკნოტები დაგვირიგეს. ჩამოვედი თბილისში დავბრუნდი, ვისი ამოვნია მასტერკლასი, ძალიან კარგი იყო, ჩამოვედი და უცებ ისე დაალაგდა ყველაფერი, რომ მოკლედ ეს მასტერკლასი ისე მაქვს, რომ მე საერთოდ არანაირი ხარჯი არ გამიღია, პირიქით რაღაც ყველაფერი ძალიან კარგად დაალაგდა და ეს რაღაც იგივენაირის მინდოდა მოსაწვევები კი არ დაქვემს ბლოკნოტები და რო ჩამომივარ და გაიხსნა ეს ბლოკნოტი და მიწერია რომ გაზაფხულის პირველ კვირას მე ზუსტად ესეთი მასტერკლასი მაქვს და მართლა 2 მარტს მქონდა ეს მასტერკლასი. აი იქვე ჩაწერე. იქვე დავწერე ამ იმაზე და აღარც მახსოვდა საერთოდ და მე ძალიან ჯერა ეგეთი მიზნების დაწერის, ჯერა ეგრეთ დაჯერებს რომ ყოველთვის რაღაცა ხდება და რაღაც ახალი კარი ყოველთვის იღებ. უბრალოდ თავარია რომ არ გაჩერდე და სულ რაღაცა აკეთო და მე ეს ძალიან დიდი მასტერკლასი რო იყო იმის ეს ხანი დავისვენე, მაგრამ ვცდილობ რომ GPS-ისთან ერთად ყოველ შორის მაქვს შესაძლებლობა რომ ვიარო ხოლმე რეგიონებში, რეგიონებში დიდ ქალაქებში, რეგიონი არ დიდ ქალაქებში ბოდიში, ისე გამომივიდა დიდ ქალაქებში, რეგიონებშიც მინდა. იქნებ ეს იყოს ის რომ მინდა რომ ვიარო პატარ-პატარა ადგილებთანაც, იმიტომ რომ დიდ ქალაქებში გაიგო ყველა, მე ხა ბათუმში ვიყავი, იქამდე ვიყავი ქუთაისში და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მოდიან გოგოები, ახალი ადამიანები, ვისაც ვიცნობ და რაღაც ახალი შესაძლებლობა რომ ინფორმაცია გასცე და ჩემთვისაც აი ეს მასტერკლასის სიარული და დასწრება იმ ხელა სიამოვნება არის, რომ ვიცი რომ სხვასაც როგორ სიამოვნებს და სულცილობ რომ შევუქმნა ხოლმე გოგოებს და ასე რომ ყველაფერს ვაკეთებ უფასოდ და ანუ არ უწევთ გოგოებს თანხის გადახდა და ძალიან დიდი სიამოვნება ეს ყველაფერი ჩემთვის. თუმცა სამომავლოდ ვფიქრობ რომ რაღაც ერთი დიდსაც გავაკეთებ ესეც პირველი როგორიც იყო. უბრალოდ რეალურად რომ თქვა და გულწრფელად რომ თქვა ეს მასტერკლასი არ არის მასტერკლასი, სადაც ცოდნას მიიღებ. ცოდნას იღებ დახურულ სივრცეში, სადაც მაქსიმუმ 5-6 ადამიანი, ეს არის უფრო მეტად შოუ. და ზუსტად იმისთვის გამოიყენება ეს შოუ, რომ შენ შეხედო, სად გინდა რომ იყო, ან უკვე სად ხარ და იმას შეხედო, რომ სადამდე მიხვედი. უფრო მაგისთვის არის და რა თქმა უნდა ხარ სანახაობა ნახო როგორ კეთდება, მაგრამ რომ ისწავლო იმისთვის მაინც დახურულ პატარა წრეში ჯობია ყოველთვის. და კურსები უკვე სისტემატურად მაქვს, აქტიურად ძალიან მიყვარს ეს პროცესი, ხა ანუ კურსზე ასწავლი, ხო, ესეც უნდა მეკითხე. კი, ბოლოს მოგვიყავი მაგაზე. ანუ კურსზე ասწავლი ყველა დამწყებ ვიზაჟისტს, ან ისეთ ვიზაჟისტს, ვისაც ჯერ არანაირი გამოცდილება არ ქონია და უნდა ვიზაჟისტობა, ხო? აი ესე მოდიან რამდენჯერ ყოლია მოსწავლე, მომწ ფუნჯი არ იცის რა არის მაგალითად. ზოგადად მე არ მესმის ეგეთი რაღაცები და ყოველს ვეკითხები ხოლმე რომ ანუ რატომ მოხვედი? რანაირად ყოლია მოსწავლე ვისთვისაც მithქვავს რომ რატომ მოხვედი? იმიტომ რომ არ გიყვარს შენ ეს ამბავი. აბა გადაწყვიტე. ხო, ვიღაც ყოლია ისეთი ვისთვისაც მithქვავს რომ შენ გჭირდება 10 ჯერ მეტი მუშაობა, ვიდრე დამჭირდებოდა მე, იმიტომ რომ მე მიყვარს შენ, აი ისე ხარ. ამიტომ უნდა იმუშაო, უნდა აკეთო, თუ გინდა უნდა გააკეთო. და ყოლია ისეთი მოსწავლეები, რომლებიც პირველივე წამიდან დამინახავს და მithქვას, რომ შენ ჩები ჩემთან და დღეს უკვე გუნდი მყავს ჩემი მოსწავლეების, ვისაც ჩემთან ვიტოვებ, რა თქმა უნდა მყავს კიდე რამდენიმე ვინც ძალიან მომწონს რაღაც, მაგრამ მასობრივად უფრო მეტად მოდიან საბაზისო კურსზე, მაგრამ იქვე ჩერდებიან, მაგრამ საბაზისო კურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყო პროფესიონალი ვიზაჟისტი. მე გჭირდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი, დიდი პრაქტიკა გჭირდება და არავინ არ თქოს, რომ ვიზაჟისტი, რომელიც მხოლოდ ასწავლის, არის პროფესიონალი. ყოველთვის უნდა აკეთო, იმიტომ რომ კეთების პროცესში, ანუ მე შემიძლია თავისუფლად, რომ დღეს აღარ ვიმუშაო. აი საერთოდ აღარ მაქვს მატერიალური ვალდებულება იმისი, რა თქმა უნდა, მეტზე მეტი არ დაილევა, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს შემიძლია მივცე ჩემ თავს უფლება, რომ რამდენსაც 18 წლის მუშაობდი, იმდენი აღარ ვიმუშაო. უფლება მივცე არა, იმიტომ რომ უბრალოდ თან ვიღლები, ანუ დღეს აღარ 28 წლის ვარ და ანუ აღარ ვარ 18-ის, ფეხზე დგომა, რაღაცის კეთება, მთელი დღე კომუნიკაციაში ყოფნა უფრო მეტად მღლის. ეს ენერგია აღარ გაქვს. მაგრამ მაინც მინდა რომ ვაკეთო, მაინც მინდა რომ იმ გოგოებთან მქონდეს შეხვედრა, იმიტომ რომ ესენი არიან ჩემი გამომწერები, რომელსაც ხვდები რეალურ ცხოვრებაში და ისეთი სიამოვნება არის, რომ ამ სიამოვნებას ვერ ვთმობ. არა, რა თქმა უნდა, გეთანხმები. ესე იგი, შენ ამბობ, რომ თუ გინდა ვიზაჟისტობა, ან თქო კურსის გაკეთება, შენ თვითონ ასე არ გამოვა, აუცილებლად უნდა იმუშაო აი ესე კლიენტებთან. ნამდვილ ადამიანთან თუ არ იმუშავებ, ანუ ესე რაღაცა შეიძლება გამოგდიოს საკუთარ თავზე, მაგრამ ნამდვილი ადამიანი გამოცდილება ეს ყველაფერი ძალიან აბა რა მნიშვნელოვანი. ანუ შენ ამ კურსებზე გოგოებს, ასე ვთქვათ, ასწავლი როგორ შექმნან საქმიანობა, შემოსავლის გაჩენაში ეხმარები. კი, უბრალოდ ხო რა, ვცდილობ რომ ყველაფერი რაც ვიცი მივცე, მაგრამ
ვინ როგორ იყენებს მაგაზე არის რა. მე მყოლია 1-2 მოსწავლე, რომელიც მოსულა სხვა სკოლიდან, დაუმთავრებიათ ეს სკოლა, მოსულან ჩემთან, გავულიათ ჩემი სკოლა და ისევ არაფერი არ იცოდნენ. ანუ ადამიანზეც არის. თავიდან ვფიქრობდი, რომ ნუ აი რა ისწავლო ახლა აქ თუ რაღაცა და ეგრე არ არის. შეიძლება მე მესამე სკოლაში წავიდეს და მაინც არაფერი არ არიან ადამიანები უბრალოდ რომლებიც აი უბრალოდ არიან, ფიქსირდებიან. რა სხვა პროფესიებშიც არიან დარწმუნებული ვარ ესე რომ უბრალოდ მიდიან, რომ რაღაც სტატუსი დაიწერონ თუ რაღაც არ ვიცი და მყოლია ეგეთი შემთხვევებიც, მაგრამ ძალიან ბევრი ძალიან კარგი ადამიანი მყოლია, ძალიან ბევრი გოგოს დავხმარები ვართ და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს. შენ შეგიძლია გითხრა დაახლოებით აი ამ შენი კურსებით, მასტერკლასით, შენი კლიენტებთან ურთიერთობით დაახლოებით რა შემოსავალი გაქვს შეგიძლია თქვა? იცი აი ხა ციფრებში ძალიან რთულია რომ ეს რო თქვა, იმიტომ რომ ეს არ არის სტაბილური. ძალიან არ არის სტაბილური ეს ბიზნესი და ზუსტად ეგ მაძლევს мотиваციას რომ მე თუ გავჩერდები, ხვალ მომშვიდება. ამიტომ არ მინდა რომ შეიოდეს. თან განსაკუთრებით როდესაც შენი შემოსავლის დიაპაზონი რაღაცა წერტილიდან რაღაც წერტილამდე მიდის და იმის დაპატარავება უკვე აღარ გინდა, რაღაცა ცხოვრებას რომ მიეჩვევი, ანუ აღარ გინდა უკან დაბრუნება, ხო? რეალურად რისთვის ცხოვრობთ, რომ უფრო გავზარდოთ, უფრო კაი ცხოვრება გქონდეთ. მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე, რაც მე მაქვს დღეს, მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყო დამოუკიდებელი ქალი. და ჩემთვის ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ არავის არ ვარ დამოკიდებული, ვარ რაღაც კომფორტის ზონაში იქ სადაც ვარ, არაფერზე რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცაზე ვეუბნები საკუთარ თავს უარს, მაგრამ ძალიან თუ მინდა არ ვეუბნები ხოლმე და თუ რაღაცაზე უარის თქვა მიწევს, მიზანი მაქვს ის, რომ ხვალ რაღაცა გავაკეთო და რეალურად 10 წლის წინ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ სიტყვაზე ევროპაში წავიდოდი დასასვენებლად მთელი თვით. ვერც ვიოცნებებდი. მოგზაურობა მიყვარს ყველაზე ძალიან, ბაკი ეს მე მეორე ადგილზე არის. წელიწადში არ ვიცი რამდენ ქვეყანაში დავფრინავ, მაგისტვის მუშაობ რეალურად რომ მე აი ის მოგზაურობების თავგადასავლები არ მოვაკლო ჩემ თავს და რაღაც ის მოგონებები შევიქმნა და ზუსტად ამას მაძლევს ეს პროფესია რომ შემიძლია ესე ვიყო. ვიღაცისთვის ეს პროფესია არის რომ აი საკუთარ შვილებს უკეთებს იმდეს რომ რაღაც ვიღაცისთვის არის რომ თავის ოჯახს უკეთებს, ვიღაცისთვის არის რომ ყიდულობს რაღაც ნივთებს. და რეალურად ეს პროფესია მართლა ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ ხარ იქ, სადაც ქმნის სილამაზეს, არ გაქვს სტრესი. სტრესი გაქვს, მაგრამ არ გაქვს ისეთი სტრესი, რომ რაღაც სასწაული არ მოხდება, შენ თუ რაღაცას ვერ გააკეთებ, რაღაც სასწაული არ მოხდება რა. ნუ უბრალოდ კი, ცუდი ფაქტი იქნება, მაგრამ გექნება დატოვებული რაღაც ადგილი, რომ ის შეავსო და მე ახვიდე უფრო მაღალ საფეხურზე და აი ეს ძალიან კარგი არის და ეს არის პროფესია, რომელსაც ყოველთვის აქვს უკან დასაბრუნებელი არ გამოვიდა წაშლი თავიდან დაიწყე. ანუ შენ სხვაგან არასდროს გიმუშავია, მხოლოდ ეს იყო შენი სამსახური? არა, ვმუშაობდი, დედაჩემს აქ ივენტ კომპანია ქორწილების წამყვანი ვიყავი ხოლმე. წამყვანი? მე არ მეთაკილება შრომა ზოგადად და მაშინ როცა არ მქონდა ფინანსურად არანაირი შემოსავალი სტუდენტობის დროს, რა თქმა უნდა მჭირდებოდა რომ რაღაც მეკეთებინა, ძალიან ბევრი წყვილი მყავს დაქორწინებული, ვაქორწინებდი ხო ფეიქ ხალის მოწერებზე. რაღაც ივენთებსაც გეგმავდი ხოლმე დედაჩემთან ერთად, ნუ ეს ისე მქონდა. მეტი ისეთი არა, ეხა სამსახური ესე რომ სამსახური არასოდეს არ მქონია. ჩემი ოცნება რომ სიკრეტ სანტა ვითამაშო ბევრ ხალხში. ესე სამსახური არ მქონია, მაგრამ ესე ამ ქორწილებზე იმებზე რაღაცას ვაკეთებდი. დღეს რო დამჭირდეს და საერთოდ მოდიდან რომ გადავიდეს ბიუთი სფერო და დამჭირდეს თავიდან რაღაცის დაწყება, აუცილებლად რაღაცას ვიზავ. ანუ მეცოდება ყველა ადამიანს ეზარება მუშაობა და დღეს აი მაგრამ სხვათა შორის ბევრ ადამიანისგან კიდე ის შემიჩნევია რომ აი ხლა უკვე დღეს მართლა დილის 7-ზე ადგომა აღარ ეგროდ აღარ. ხო, შენ დის თორებს დილის 6-ზე ავდექი, მივდივარ პატარძალი უნდა გავხატო. აი ყოველ დღე დილის 7-ზე ადგომა აღარ მინდა და ამას ვამბობ რომ აღარ მინდა, აღარ ვიზავ და ეხა გაჩვენებ ჩემი სექტემბრის ჩაწერებს 7-ზე, 6-ზე, 5-ზე და მაინც რატო აკეთებ? მაინც ვიღაცა რომ მირეკოს რომ ძალიან გთხოვ, ძალიან მინდა, აი არა თქმა, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. ძალიან მიჭირს, აი ძალიან მიჭირს რომ უთხრა რომ არა. ვიღაცას რომ უნდა აი კონკრეტულად შენთან ძალიან რთული, რა თქმა უნდა შენი შემცველი იქნება 1000 და ზუსტად აი ეგ რომ შენ არ შეგცვალონ ზოგჯერ კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე, მაგრამ ნუ აი ვაკომპენსირებ იმით რომ მე მთელი ზაფხული დავისვენებ, მაგრამ მაგაზეც ახლა გიყვებოდი სანამ დავიწყებდით რომ ამდენიმე ჯგუფში მათრიეს რომ რატო ისვენებს ამდენს მომდი. ანუ შენ გადაწყვიტე რომ მთელი ზაფხული დაისვენო ხოლმე. ხო, რეალურად იმდენი საქმეც არ არის, ბანკეტებამდე ისეთი გვემართება ვიზაჟისტების ბანკეტების პერიოდში, რომ დასვენება კი არა, გადასხმა მჭირდება ხოლმე. და სხვა შორის არ შემიძლია რომ არ ვთქვა, აი ეს გამოსაშვების საღამოების ფაქტზე და რა ხარ ამ თემაზე ვსაუბრობთ, მშობლების როლი გოგოების ცხოვრებაში. მინდა ხოლმე რომ რაღაც აი ვცემო, ანუ მშობლები ისე აკომპლექსებენ საკუთარ შვილებს, ხო უკეთებ მაგის ზისეს გოგო ბანკეტი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის მისთვის, ხო ანუ ხო გვაქვს რაღაც მე მეგონა რომ ჩემი გამოსაშვების საღამოს იქით მნიშვნელოვანი დღე აღარ მექნებოდა ცხოვრებაში და აი მაგ დღით ვცხოვრობდი ბოლო 5 წელი სანამ ეს დღე მოვიდოდა.
და ეს ხედან ხოლმე დედები და უბრალოდ ეს შენ დიდ ზღვირს არ მოუხდება. ეს შენ გაპუწულ თმებზე საშილად დაждდება. ანუ მინდა რომ ქალების ტვინში დავიდეს ის რომ საკუთარი უნდა შეაქოთ, საკუთარი თავიც უნდა შეაქოთ. სარკესთან რომ გახართ არ შეიძლება მოარყოფითი ენერგიების გაშვება, საშინელება არის და აი და შენ ამას ხედავ ეს გოგოები როგორ რამდენი გოგოს უტირია ჩემ წინ რომ დედა რო გასულა და რაღაც არ მინდოდა ეს და რაღაც აი რამდენჯერ მინახავს და ხო ძალიან რთულია ხოლმე რა თან ახლა მე ხო არ აღზრდი და მე ხო არ ჩავერევი ინტიმურ სივრცეში რაც ეთქო შენ დედა შენ მაგ გაგზარდა ეგრე ხო მე ჩემ ოჯახში მატრიარქატია ზოგადად და ქალები ძალიან ძლიერები ვართ ყველა და ხო ეგეც არის მაგრამ უფრო მეტად მე გამზარდეს ჩემმა გამომწერებმა აი ძალიან გულწრფელად რო ვთქვა ის სიყვარული რასაც იქიდან ვიღებ რომ ვიღაცა ადამიანს რომელსაც თვალით არ ყურს ცხოვრებაში ნანახი აქვს იმის უნარი რომ გითხრას რომ დღეს ხარ საოცრება ანუ ეგ იმხელა мотиваციას გაძლევს რომ აი იმ დღეს მაგალითად 3 დღის წინ ქუჩაში ჩამოვდიოდი ეს რამიშვილის კუთხეში და უცნობი გოგო გადმოდის მანქანიდან და თინა ვაი როცა მიტყეს და მე მგონია რომ ვიცნობ და მეც ვემზადები რომ წავიდე და არ ვიცნობ მაგრამ ისე მიყვარხარო და აი ქუჩაში აი ეს არის იმხელა ბედნიერება რომ ეს არის ალბათ ის გადასახადი რასაც ვიხდი ცუდი კომენტარებით რომ აი ზოგჯერ არავის რომ დაგიწერან ან რაღაცა ნეგატივს ყოველთვის მიიღებ ხო რაღაც ხომ ბალანსდებოდეს მაგრამ ნუ ეს სიყვარული რასაც იღებ ანუ მე ეგ მაძლევს мотиваციას იმიტომ რომ რამდენი ულამაზესი გოგო მოდის ჩემთან და ის ესე მოკუნტული რაღაცა გაუბედურებული მინდა ხოლმე რომ ვუთხარ რომ აი რამდენჯერ დღესაც ვეუბნებოდი ჩემთან ერთი გოგოიჩ და მაკიაჟი და სარკეში რო იყურებიან აი მე რა ლამაზია მეუბნებიან რა ლამაზია კი არა შენ ხარ ლამაზი თქვი რა ლამაზი ვარ ვერ ამბობენ ანუ სარკეში რო ჩაჭრა რა ლამაზი ვარ რო თქვან ანუ ვერ მიდი თქვი ვეუბნები ხოლმე ნუ არა ლამაზი აი შენ გაქოქროს ხელი მე კი არა კაცო შენ ხარ ლამაზი რო ეუბნები აი ცუდად აი ამ ხელები ხდებიან და ეს გონია რომ ეხა ბოლო თაობას ჯენზი თაობას ეგრე აღარ აქვს მაგრამ აი მილენიალებს და რაღაცებს დედებისგან იყო რა არა ჩემი შვილი ხა არა კაი და ხვის ჯობია და ეს მომენტი აი ისე იგრძნობა დღეს ამ სფეროში რა რა ვიცი ხო შენ ესე კი რამდენი რამის დაკვირვება რამდენი რამეს უნებურად აკვირდები ხო ძალიან ისეთი სფერო არის რეალურად ეს არ არის მარტო სილამაზე ეს არის როგორ უყურებს ქალი საკუთარ თავს აი არ დაკვირვები ხარ 60 წლის ზემოთ 50 წლის ზემოთ თითქოს ქალები იშლებიან და ხდებიან რაღაც აი თავის ანარექს რო გაურბიან მაღაზიის ვიტრინაში როგორი სევდიანი არის და ეხლა ჩვენ მაგალითად გვაქვს სკოლაში ეგეთი დღე სადაც 40 პლუსი გოგოები მოდიან და 50 პლუსი და მოდიან ხოლმე და ნუ ისეთი ბედნიერება არის მე რაღაც ყავებს ვუმზადებ რაღაცა და მთელი გასართობის სივრცე გვაქვს ხოლმე და ისე სხვანაირად უყურებთ და მე ფოტოებს ვიღებთ მე რაღაცა და აი სხივი რო უბრუნდებათ იმიტომ რომ ქალები ბუნებით ვართ ბრანჭიები ანუ შემთხვევით არ ხდება რომ 2 წლის ბავშვი სარკესთან დგას და იბრანჭება ანუ ბუნებაში გვაქვს ეგ ყველაფერი მაგრამ მე სადღაც ეგ ქალურობა ქრება იმიტომ რომ გვიწევს რომ გადავრჩეთ გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევს ძალიან სამწუხაროა. ან რაღაცებს გვაჯერებენ, რაღაც ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რაღაც პრობლემები გვხდება. ხო, გეთანხმები ნამდვილად. და შენ ესე იგი უბრუნებ აი ამ თავდაჯერებას. ხო, რაღაცა თუ შემიძლია რომ მე გავაკეთო, რატომაც არა თუ შემიძლია რომ რაღაცა შემოუძახო, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება რომ ეგ იყოს, აი ერთი პატარა წვეთი რაც გჭირდება და იმის მერე გაიშალო და ჩემთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ეგ გავცე, იმიტომ რომ მე იმდეს ვიღებ, რომ არ შეიძლება რომ ეგ შევინახო ჩემთვის, ანუ მეც უნდა დავაბრუნო და მაგიტო ავარჩიე ეს პროფესია, რომ სარკეში რომ ვუყურებ ადამიანს, რომ უყურებს თავისას და მე უყურებს და ის სალფებს რო ის ხვანაირად იღებს და ანუ ეგ ძალიან დიდი мотиваცია და ბედნიერება არის და მაგიტო ავარჩიე ეს პროფესია და ის იქ ვიღაცას უდ კომენტარს დამიწეს, ვიღაცას არ მოეწონება თუ ვიღაცა რაღაცა, ანუ მეორე ხარისხოვანია ის მომენტი 100-დან როცა რაღაც 90 გოგო კმაყოფილი გადის შენთან და ძალიან პოზიტიურად იმუხტები, ის ნეგატივი გავიწყდება და არა ვაშ. შენთვის არსებობს ისეთი ქალი, ვისაც ესე ქუჩაში გააჩერებ და მე ყოველას ვაჩერებ და კისერზე ვახტები ხალხს და რა ლამაზი ხარ და სულ ისე ვარ ხოლმე. ერთ-ერთი აი სულ მინდა ხოლმე განსაკუთრებით ბებოებთან მივიდე ხოლმე და ჯერ აი ცოტა აი ის ვერ გადავლახე რომ აი ჩვენთან ხო ცოტა უცნაურად იღებენ ხოლმე რაღაც კომპლიმენტებს შეიძლება რაღაც გეჩხუბოს და იმაგის თავი არ მაქვს ხოლმე მე ერთხელ მეჩხუბა ხო აი არ მომიდგენია უბრალოდ აი ულამაზესი ქალი იყო და აი მე მეთქი რა ლამაზი ხართ და ესე შემომხედა წარბი შეხრი არ ვიცი შეიძლება რაღაც ალბათ მოვეჩვენე არ ვიცი შეიძლება არ ეგონა გულწრფელი და
გეხოცები თავი დამანებეო, აი ესე პირდაპირ მითხრა. თავი დამანებე გეხოცებიო და გააგრძელო. ნუ შეიძლება ახალგაზრდობაში იყო ძალიან ლამაზ და დღეს აღარ ლამაზება საკუთარი თავიდან ვიღაცამ ერთხელ უთხრა და დაამახსოვრდა. ხო, ძალიან მე ცოტა ხნის წინ ვიყავი რაღაც ის ცხეულებრივ პრაქტიკებზე, სადაც იმდენი რამე გავაცნობიერე საკუთარი თავში და რაც უდად ვექცევით საკუთარ ხელს, რომელიც გვემსახურება, რომელსაც უყვარვართ იმ სახეს, იმ კანს, იმ ყველაფერს, როგორც უდად მოვიხსენიებთ ხოლმე, სარკესთან ვდგავართ და რაღაც საშინაურს ვიძახით ჩვენ თავზე, რომ ეს ფეხი ესეთი მაქვს და არა და ეს ფეხი არის ის გამოც დგახარ და აქ ხარ, ხო? ანუ რამდენ რაღაცას უდად ვაკეთებთ და მე კიდე მე რაღაც შებერილი ვარ და დასივდები, აბა რასწავლ ეს არის უკურეაქცია შენი კანის, ხო? და შენი ცხეულის და შესაბამისად ვცდილობ ხოლმე რომ ყველას ვუბიძგო რომ სარკესთან მაინც რაღაც კარგი გამოხატო, ხო, იცი რა, ამ დროს შეიძლება საერთოდ არ მოგწონდეს, მართლა არ მოგწონდეს შენი თავი, არ მოგწონდეს ნაკვთები, მაგრამ უბრალოდ ხელოვნურად, უნდა იყო ხელოვნური თავიდან, უნდა იყო და fake it until you make it. თქმა უნდა, ესე ხდება. აი ადამიანი, როდესაც ხელოვნურად იწყებს სიცილს, მე მართლა ბუნებრივად ეცინება. და თავიდან ეგრეა, შეიძლება თავიდან არ მოგეწონოთ თქვენი თავი, მაგრამ აი აუცილებლად ერთხელ გამოსცადეთ, რომ სარკის წინ დადექით და თქვენს თავს უთხარით, რა ლამაზი ხართ, როგორ მოგწონს წარბი, თვალი, წამწამი, ცხვირი, პირი და მე აი იგრძნობთ, რომ მართლა მოგწონს და არანაირი ხელოვნური იქ არაფერი არ იქნება და ძალიან ბუნებრივად, ძალიან თავდაჯერებულად შეხედოთ თქვენ თავს სარკეში და მოგეწონებათ. ეს პრაქტიკა აუცილებლად დანერგეთ თქვენს ყოველდღიურობაში. მე რომ მეცოდებოდა იცი ჩემთან ერთ პერიოდში სარკეში რო ყვებდი ჩემთვის მეცოდებოდა ხოლმე გული მიჩუყდებოდა. ანუ ეგეც არის რომ რაღაც შენი შინაგანი სამყარო არ არის ისეთი სტაბილური როგორც დღესაც მიჭერს რომ დავდგე ხას ჩემ თავს უთხრა რომ მაგარი ხარ ეხა და რაღაც რთული არის ძალიან რთული მაგრამ თავიდან რა თქმა უნდა მაგრამ ანუ მართლა ისეც ეს ყველაფერი და ზოგადად აი იმ გარემოში ყოფნა თუნდაც შექმნილ და გამოგონილ გარემოში ყოფნა რომელშიც გინდა რომ საბოლოოდ დაიმკვიდრო თავი ნამდვილად მუშაობს რა აი ძალიან კარგი მომტანი არის საბოლოო ჯამში თინა ბოლოს მინდა გკითხო შენ ახლა ხანს დაინიშნე გილოცა სიახლეა შენ ცხოვრებაში და მე გამახსენდა ერთი შენი სტორი, სადაც დაწერე, რომ ესე იგი გოგოებო, ჩემი მარტოობის ერა დასრულდა. ესე გეწერა და მაინტერესებს, რატო გაგრძელდა ამდენ ხანს შენი მარტოობის პერიოდი? ეცი რა არის? სხვათა შორის აი მაგაზეც ძალიან მინდოდა რომ გამეკეთებინა. აი ეგ არის ჩემი კომპლექსი რა არის, რომ ვიღაცას ვითვალისწინებ აქაც. ბევრ დეიტზე ვიყავი ბოლო 2 წლის განმავლობაში. ნუ ბევრ დეიტზე რა, ანუ ესე რაღაც ძალიან ხშირად გავდიოდით გარეთ, იქ რაღაც როგორც ხდება ხოლმე იქ ვიღაცას გავისეთ. ნუ ძირთადად მეგობრები იყვნენ ეს ვიღაცები, ანუ რაღაც საერთო წრეში რა მოხდათ, მე რაღაც დაგპატიჟებ ყავაზე, ჩაიზე ისა და რაღაც მომენტამდე ცოტა ისეთი ვიყავი კდემა მოსული, რომ არსად არ წავიდე. ნუ ბოლოს ესე ერთ პერიოდში დავდიოდი ხოლმე. იმდენი სასაცილო ისტორია გადამხდენია, იმიტომ რომ ვთებოდი რომ კაცებმა ქალების პატივისცემა საერთოდ დაივიწყეს, აი ნოლამდე დავიდა ეს ყველაფერი და ძალიან შეურაცხყოფელი იყო, ძალიან ბევრი მათი ქმედება ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ მე არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომ ყველაფერი იყოს მისაღები ჩემთვის და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მისაღებია ზოგადად. არის რაღაცა საზღვარი, რასაც არ უნდა გადაცდეს არავინ საერთოდ. და ძალიან ბევრს უკითხავს მაგალითად დეიტის დროს, რომ შენა და შემოსავალი რამდენი გაქვს ახლა ლარებში და ანუ დღეს ამდენი ყავდა და რაღაც ანუ პირველ ნახ ძალიან რო გეუხერხული რომ უკაცრავად რაღაცა და ძალიან ბევრი სასაცილო ისტორია გადამხდენია და მინდოდა რომ გამეკეთებინა თან რომ აკი ეს ვიკეთებ და თან რომ ამას ყვები, მაგრამ მე მომერი და მეთქი ცოდოები არიან რაღაცა დავინდე, მაგრამ ძალიან სასაცილო იქნება და დიდხანს გაგრძელდა ალბათ იმიტომ რომ სწორ ადამიანს არ შეხვედრილ და მართლა ჩემი აწლკვე საქმრო თუ ქვარი თვარიც როგორ დათქვა. იყო სწორი ადამიანი, რომელიც რო გავიცანი იმ დღიდან ერთი დღე არ ყოფილა, რომ ერთად არ ყოფილიყავით და ალბათ ეგრე არის, რომ აი რაღაც ასაკში, გარკვეულ ასაკში ის ფორი აქვს, რომ ჩემი სტორი ნახა თუ არა. დღეს სადღაც შემხვდება თუ არ შემხვდება, თავის ხიბლი ყველაფერს აქვს, მაგრამ რაღაც ასაკში, როცა ხარ ჩამოყალიბებული შენ საქმეში, შენ თავთან, შენ ღირებულებებთან და შენ რაღაცაებთან, აი ისეთ მეტი ფორი აქვს საჭირო არ არის და ზუსტად იცი, რომ აი იქ ხარ, სადაც უნდა იყო და პირველ რიგში იქ ხარ, რასაც ფიქრობ რომ შენ თვითონ იმსახურებ და როცა მივხვდი რომ იქ ვიყავი, ეგერაც დასრულდა. თუმცა სახალისო იყო ის პერიოდიც და ყველა გოგოს ახლა ჩემს არ მომდიან ხოლმე მაკიაჟზე, ზოგი შეყვარებულს დაშორდა, ზოგი ეხა თქო და ყველანაირი კონდიციის გოგო მოდის და დღეს
ხო როგორი ის არის რთულია დღეს ეგ ყველაფერი იმიტომ რომ რაღაცნაირად ქალების ხელში გადავიდა უფრო მეტად სიძლიერე ხო და თვითონ სულ ამბობ რომ ბიჭების ბრალიც არ არის თქო ბევრი რაღაცა თქო იმიტომ რომ ეკონომიკური მდგომარეობა დღეს ის ფასები რაც გარეთ არის ისე ამცირებს მამაკაცის აი ამ ხელგაშლილობას რომ მამაკაცურობაც იკრებს და ეგეც ყველაფერი მესმის ყველაფერი გასაგებია მაგრამ ნუ ამ გოგოებსაც რო უსმენ ხოლმე სულ არ ხოლმე რომ ვაი რატო აი ძალიან ბევრ სასაცილო ისტორიას ვისმენ ხოლმე ისეთ რაღაცას მიყვებიან ხოლმე ისეთ სასაცილო რაღაცას რომ სიამოვნებით ვისაუბრებდი ამ ყველაფერზე მაგრამ ალბათ ეგ არის სწორ ადამიანს სწორ დროს რო შეხვდები მაშინ ხდები ბედნიერი და ზუსტად ეგრე მოხდა 4 თვეში ესე ანუ 4 თვეში დაინიშნეთ და როდის გეგმოთ ქორწილს ქორწილს ალბათ მომავალ წელს ნუ ჯერჯერობით არ ვიცი ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ხეთი წინასწარ სამ რაღაცას არ დავგეგმო არ ვამბობ ხოლმე რომ ეგრე იყო სტუდიაზე ვთქვი რომ აგერ 4 ოქტომბერს გავხსნით თქო და გავჭრი ლენტას თქო და გადაიწია ყველა პროფესიაში არ ემსახურებენ ადამიანები რომ იყვნენ გამართულები ამიტომ საბედნიეროდ გამიმართლა რაღაცნაირად შევძელი რომ დამებალანსებინა ის რომ არ ჩამივარდა საქმე, მაგრამ ხო, ნუ ძალიან შეფერხდი ბევრ რაღაცაში, მაგრამ მანდაც ყველა ფრონტზე ვერ იქნები გამართული. დღეს მე რო ეხლა სარბენი ვიყო რემონტზე მეორე ფლანგზე კარგად ვერ ვიქნებოდი, ამიტომ ამ წუთას მივეცი თავისუფლება რომ პირადი ცხოვრებისთვის მიმეხედა და ბიზნესში ცოტა ხანში ისე დავბრუნდები როგორც საჭიროა. და ამიტომ ყველგან კარგად ვერ იქნები რა. ესე იგი 4 ოქტომბერმა გადაიწია, მაგრამ აუცილებლად გაგვაგებინებ როდის. აუცილებლად ერთის ვილი მაქვს, იმიტომ რომ ისეთი გარემო იქნება და ისეთი პინტერესტული. ხო მე სად ვნახე? ანუ პინტერესტები გააზიარე? თუ რენდერები? არა, დავდე ვიდეო, უბრალოდ აშენებული არის ეს ადგილი და ყოველდღიურად ანუ რემონტი გაიწელა, როგორც ხდება ხოლმე და მე ოპტიმისტი ადამიანი მოვასწრებ, მაგრამ არა უშავს ყველაფერი ხდება იმისთვის რომ რაღაცა როგორც ვამბობ რაღაცა ფეილი ყოველთვის რაღაცა ახალ კარს გვიყევს შეიძლება რა ვიცი გამოჩნდეს რაღაც არ ვიცი რაღაც ეცერი სპონსორი რომელიც გადაწყვეტს რომ ჩემი რემონტი მთლიანად თვითონ გააკეთოს ან რაღაცა იქნება ამიტომ არ ნერვიულობ ამ ყველაფერს სულ შენი ხარჯით აკეთებ ამ ყველაფერს ჩემი ხარჯით ვაკეთებ და ჩემი საყვარელია რომ მაგ სესხების შიში და ცხოვრებაში არ მქონია ერთი ლარით სესხი და ვაგროვებ ამ ყველაფერს და მე რა ვიტანჯები იმიტომ რომ ძალიან არასტაბილურ გარემოში ვცხოვრობ დღეს თქვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ მე ეხლა ამ აქციების დროს ძალიან დიდი ფინანსური ზარალი განვიცადე, მარტო მე არა ყველაფერი გაჩერდა და ის არასტაბილურობის შეგრძნება, რაც შემექმნა ამ დროს, ნამდვილად იყო იმის ამბავი, რომ მე ამას ვერ ვიზავენ. ჯერჯერობით მეშინია, ამიტომ ვაკეთებ აი ესე. ნელ-ნელა და როცა მზად ვარ, ვდგავ ხოლმე ნაბიჯს, მაგრამ რაც თავია ვიცი, რომ ეს ნაბიჯი არის უეჭველი სტაბილური. ხო, მესმის. თინა, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებ შენ სტუდიაში. მალე დაასრულე, მალე გააკეთე რემონტი, რომ გესტუმრო და მე იგელოდები მაკიაჟს. კი, აუცილებლად. შენ ქორწილში ვინ გაგიკეთებს მაკიაჟს? ბევრი მიფიქრია მაგაზე და მიფიქრია ხო, იმიტომ რომ აი ვიზაჟისტები და განსაკუთრებით ის გოგოები, ვინც ინსტაგრამზე არიან აქტიურები, არც ერთი არ იკეთებს თვითონ თავის ქორწილში მაკიაჟს. აი მე ვისაც ვაფოლოვებ და ვუყურებ. იმიტომ რომ ამბობენ, რომ აი რაღაც ძალიან სტრესულია ისედაც ეს დღე და ანუ შენთვის ეგრე არის? სტრესული არ იქნება ალბათ რაღაც და იმდენად აი ეს ის თინა ძალიან თავდაჯერებული რო არის და ზუსტად ვიცი რომ არაფერი პრობლემა არ იქნება ეხლა ჩემით გავიკეთე და სულ ჩემით ვიკეთებ ხოლმე ნიშნობაზეც იმაზეც ამაზეც ყველაფერზე და ამიტომ არ ვიცი თუ ეხლა მაგალითად შანსი მექნა რომ ვინმე ძალიან ცნობილმა რომ შარლოტ ჰილბერისთან ჩავეწერო ან ვინმე პატრიკ და გადაწყვიტა რომ ჩემ ქორწილში მოვიდეს და გადმოფრინდეს ან ვიღაცა ისეთი მეიქაპ არტისტი ვიპოვო კი მაგრამ მე ვიცი ჩემი კანი მე ვიცი ჩემი სახე ყველაზე კარგად ხო ჩემ თავზე მაქვს ნასწავლი უმეტესად და ზუსტად ვიცი რა მეხდება და იქ რო რაღაც არ მომეწონოს ისე არ იყოს როგორც მე მინდა რატო ანუ ხო არ გარისკავ ნახევარ საათი მჭირდება იმისთვის რომ გავიკეთო მაკიაჟი და მირჩევნია და ის ვიღაც ვინც მე გამიკეთებს აუცილებლად ჩემზე მეტად ინერვიულებს ამიტომ ჯობია დავინდო ხო მოკლედ წარმატებებს გისურვებ თინა გილოცავ ოჯახის შექმნას და კიდე გელოდები ჩემ სტუდიაში 1-2 წლის მერე ვნახოთ რა სიახლეები იქნება შენკენ მადლობა ჩემ მაყურებელს შევახსენებ რომ თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი და თუ გსურთ მსგავსი ეპიზოდების ასეთი თემატიკის მოსმენა მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიტოვეთ კომენტარები და გამოიწერეთ სალომე კაცრაძის პოდკასტი. გამშვიდობებით ერთი კვირით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.